პირველი არხი და იბერია წარმოგიდგენთ. გამოცხადებულ საპროტესტო გამოსვლებამდე ზუსტად 10 დღე დარჩა. საღამო მშვიდობისა მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. იარაღით სახელმწიფო გადატრიალების გეგმა, პოლიტიკური რეპრესიები თუ მოახლოებული 9 აპრილის წინ ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის დისკრედიტაციის მცდელობა. რას ფიქრობთ კვირის მთავარ სკანდალზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოპერატიულ მასალაზე და ამ მასალაში ნაჩვენებ ისტორიებზე? მსგავსი ქმედებებით ხელისუფლება საზოგადოების დაშინებას ცდილობს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ თავად ხელისუფლებაა 9 აპრილის აქციით დაშინებული. ეს სალომე ზურაბიშვილია. ადამიანები, რომლებიც ამ კადრებში ვიხილეთ, საფრთხეს უქმნიან არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას, არამედ სახელმწიფოს. ეს კი უკვე ხელისუფლების სახელით გოკა გაბაშვილის პასუხია. ქვეყანაში განვითარებული პროცესების კვალდაკვალ დღეს პოლიტიკურ კვირაში წარმოგიდგენთ კვირის მთავარ თემებს და ამ თემებზე ხელისუფლების და ოპოზიციის მოსაზრებებს. ტელეომები და გამოტელევიზორებული საქართველო. ასე ასათაურებს კვირის სკანდალს 27 მარტის საქართველოს რესპუბლიკა. ძველი ბიჭები ვერაფერ შეცვლიან. ახლა არა ნგრევის, არამედ აშენებული შენარჩუნების და ახლის შენების დროა. ესაა ფრაზები მიხეილ სააკაშვილის განცხადებებიდან. ფარული ჩანაწერების და პოლიტიკური სკანდალების კვირა 9 აპრილამდე 2 კვირით ადრე. მასალა ვნახე, ეს არის აბსოლუტური აბსურდი. ეს არის მეთოდები, რომელიც სააკაშვილს უკვე დაუძველდა. ჩვენ ძალიან ნათლად მიჯნავთ პოლიტიკურ ბრძოლას და იმ კრიმინალურ ელემენტებს, რომელიც წარმოდგენილი იქნა. იარაღით ხელისუფლების გადატრიალების თუ ოპოზიციის დისკრედიტაციის მცდელობა. ვიღაც მამთაჯები, კალაშოვები, ძველი ბიჭები, ზემაში წყლული ჩერტობილები, ვერაფერ საქართველოში ვერ შეცვლიან. დღეს პოლიტიკურ კვირაში მთავარი თემებით პირდაპირ ეთერში მოусმინეთ ხელისუფლებას და ოპოზიციას. აუცილებელია რომ გადადგეს მიხეილ სააკაშვილი და დაინიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს შენება, რომელშიც დამყარდება კანონის უზენაესობა. მანდომინდა უთხრა პრეზიდენტ ჩირაკს იმისათვის, რომ ასეთი წირვალი დიპლომატი გამოაგზავნა საქართველოში. მიშა აღარ არის ამ ქვეყნის პრეზიდენტი, რაც არ უნდა იქაჩებოდეს. მათი გზები უკვე კარგახანია გაიყო. მინისტრი, რომლითაც ვარდების ხელისუფლება თავს იწონებდა, დღეს ხელისუფლების სასწრაფოდ გადადგომას მოითხოვს. სალომე ზურაბიშვილის პირველი კომენტარები ნინო ბურჯანაძის პარტიის გარშემო აგორებულ სკანდალსა და დაპატიმრებებზე. ის დღეს ირაკლი ალასანიას გვერდითაა და სააკაშვილის გადადგომას მოითხოვს. რატომ დასახელდა გენერალთა კლუბი დაპატიმრებული გველუკაშვილის ფრაზებში და რა სიტყვის კვირის მთავარ სკანდალზე? ია ყარყარაშვილის პოლიტიკური კვირა. ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის რადიკალური პოლიტიკური პარტია, ასეთი ტიპის ადამიანებს, ასეთი ტიპის გეგმებს უნდა გაემიჯნოს. გოკა გაბაშვილის პოლიტიკური კვირა, რა სიტყვის იგი კვირის სკანდალზე, განხორციელებულ დაპატიმრებებსა და ოპოზიციის ბრალდებებზე, კიდევ გაგრძელდება თუ არა დაჭერები.
მას ასე დაიწყო დღევანდელი დღე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სპეციალური მიმართვით დაიწყო მოგმართავთ როგორც ხელისუფლებას ისე ოპოზიციას, რათა არც ერთმა მხარემ არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოს ძალისმიერი მეთოდები, არამედ პირიქით სამშობლოს საკეთილდღეოდ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომ არსებული პრობლემა გადაიჭრას, დაძაბულობა მშვიდობიანი გზით განიმუხტოს. მოუწოდებს საზოგადოებას მის თითოეულ წევრს გამოიჩინონ სიბრძნე, შეინარჩუნონ სიმშვიდე და გააძლიერონ ლოცვა ქვეყნისთვის. შეგახსენებთ, ეს ილია მეორე სპეციალური მიმართვა 9 აპრილის წინ. ჩვენი იარაღის შიშველი ხელებია, აცხადებს ოპოზიცია. იგივეს აცხადებს ხელისუფლება, რომ არ აპირებს ძალის გამოყენებას, თუმცა სიტუაცია რომ კრიტიკულია და პროგნოზის გაკეთების საშუალებას აშკარად არ იძლევა ფაქტია. ქვეყნის მომავლის გადასარჩენად აუცილებელია გადადგეს მიხეილ სააკაშვილი და დაინიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. ნათქვამია ერთობის მანიფესტში, რომელიც ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს. მანიფესტის ტექსტი უზენაეს სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე დავით მაღრაძემ წაიკითხა. ჩვენ შეიძლება შევეწიროთ ამ ბრძოლას, მაგრამ არ დავნებდებით. ეს განცხადება დღეს კახაკუკავამ გააკეთა. აი ასეთი განწყობით ხდება ოპოზიცია 9 აპრილს ხელისუფლებას ცოტა ხანში მოусმენთ. მანამდე კი ოპოზიციის ბლოკი დღევანდელ გადაცემაში ჩვენი პირველი სტუმარი იქნება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. მე მას დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ. ქალბატონი სალომე, დიდი მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში. გთხოვთ დაიკავოთ თქვენი ადგილი. ძალიან დაძაბული პერიოდი საქართველოსთვის, სიტუაცია არის კრიტიკული, ამაზე საუბრობთ თითქმის ყველა და მე მინდა თქვენთან საუბარი დავიწყო კვირის მთავარი თემით. დაახლოებით ასეთი სათაური გამოვიტანეთ დღევანდელ გადაცემაში. ეს იყო ოპოზიციის დისკრედიტაციის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან, გულისხმობ ფარულ ვიდეო ჩანაწერებს, რომელიც გამოქვეყნდა ბურჯაანძის პარტიის გარშემო აგორებულ სკანდალს. თუ რეალურად ჩვენ შეგვიძლია რომ მართლა ვიფიქროთ გამომდინარე იმ კადრებიდან, რაც ვნახეთ იარაღზე საუბრიდან და ასე შემდეგ, რომ იყო დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ჯერ მინდა ინგა დიდი მადლობა მოგახსენოთ იმისთვის, რომ დამპატიჟეთ. მაქვს მე მგონი 22 წუთი. ღია ეთერი, ძალიან მნიშვნელოვანი დროს და ამიტომაც ძალიან მადლობელი ვარ. 10 დღე დარჩა 9 აპრილამდე და ცოტა მეტი. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული პერიოდი. ჩვენ შევდივართ არაკრიტიკულ, არა რაღაცა საფრთხის მომცველ პერიოდში, არამედ საქართველოსთვის ისტორიულ პერიოდში. ჩვენ, ესე იგი, საზოგადოება, საქართველოს მთლიანად მოსახლეობა ან შევასრულებთ ჩვენ ვალს ამ ქვეყნის მიმართ და მაშინ ქვეყანა დადგება თავის ადგილას და ამიტომ არის 9 აპრილი არჩეული რიცხვი და თარიღი. იმიტომ რომ 9 აპრილს 1989 წელს სწორედ ეს მოხდა. საქართველო დადგა თავის ადგილას. იმის მიუხედავად, თუ რაც მაშინ ემუქრებოდა და შეასრულა თავისი მოვალეობა. თუ არა და დამოუკიდებლობა არ იქნებოდა. დღევანდელი მდგომარეობა საქართველოსი არის დაახლოებით იგივე. რა არის იგივე ქალბატონო საუბარი, როდიონოვია იგივე თუ თქვათ ის საფრთხე რაც ემუქრება ჩვენ დამოუკიდებლობას, ემუქრება სახელმწიფოებრიობას, დღეს არის უზურპაცია, დღეს ძველი ბიჭები არიან ხელისუფლებაში. სააკაშვილს პასუხობთ ახლა მისი განცხადება მინდა შეგახსენოთ. არა, მე სააკაშვილს აღარ პასუხობ, ეს დამთავრდა ეს დრო. კი, თუმცა მან თქვა რომ ძველი ბიჭების დრო აღარ დაბრუნდებაო. ხო, მაგრამ პასუხად არ მინდა ახლა დიალოგში, ნამდვილად არ შევალ და ვეღარ შევალთ დიალოგში, სანამ იქნება ეს ხელისუფლება, იმიტომ ამ ხელისუფლებამ ამოწურა ყველანაირი თავისი რესურსი. თუნდაც ის რესურსი, რომ რამე გააკეთოს და რამეთი დაგვემუქროს, ის პროვოკაციები, რასაც დღეს აქვს ადგილი, ეს არის სასაცილო თუ არა სატირალი, რომ ისევე ტრიალდება იგივე ის სქემები, რომელსაც ვიცნობთ და ზოგიერთი კიდევ უფრო კარგად იცნობს ძველი დროიდან. რას გულისხმობთ? მოდით თუ შეიძლება დამიკონკრეტეთ ის პროვოკაციები, საუბრობთ რაზე? ჩანაწერებზე, ფარულ ვიდეო ჩანაწერებზე. თქვენი პირველი კომენტარი, რომელიც ბრიუსელში გააკეთეთ, თუ არ ვცდები, ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით იყო ასეთი, რომ დაიწყო პოლიტიკური რეპრესიებიო. რა სიტყვის დღეს სალომე ზურაბიშვილი იმ ფაქტებიდან გამომდინარე? მე გეთანხმებით, ჩვენ ერთად გვაქვს ნანახი ძალიან ამაზრზენი ფილმი ნოემბრიდან ნოემბრამდე. მაგრამ ის ფაქტები, რაც იყო ეხლა გამოტანილი ეკრანზე, ვთქვათ, იძლევა თუ არა იმის საფუძველს დავფიქრდეთ, მართლა ხომ არ გეგმავდნენ ვიღაცეები, არაშესაძლებელია ოპოზიცია, მაგრამ ვიღაც ადამიანები იარაღით გადატრიალებას. მე მგონი ამ ქვეყანაში და ალბათ თქვენი შემდგომ სტუმარი, რომელიც მოვა იმასაც იგივე სიტყვის, ამ ქვეყანაში ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ.
და პირველ რიგში ალბათ იარაღი და წამალი, ასე რომ იმათ დაუტოვოთ რაც მათ აქვთ. ჩვენ ეს იარაღი არ აგვაქვს და არც გვჭირდება არაფერში, იმიტომ ჩვენი იარაღი არის ის ხალხი, რომელსაც დღეს მივმართავ, ის ქართველი ერი, რომელიც დადგება 9 აპრილს თავის ადგილას, ამაში მე ვარ ღრმად დარწმუნებული. არ ვიცი როგორ ვთქვა და რა ენით ვთქვა ისა, რომ მე ვიცი რომ მოვა ძალიან დიდი რაოდენობით ხალხი და ჩვენ დავდგებით, სადაც ჩვენი ადგილი არის, რომ ჩვენ დაველოდოთ დამთავრებას ამ ხელისუფლების. აი ეს ხელისუფლება უკვე ყველა თავისი მაჩვენებლებით უკვე დამთავრებული არის, ესე იგი რესურსები აქვს ამოწურული. კიდევ ერთი რამე ჭირდება, რომ ხალხი გამოვიდეს და დადგეს. ხალხი იდგა უკვე ერთხელ ქალბატონო არა, სულ სხვა მე რამე. იმიტომ გეკითხებით ამას, რომ თქვენ როდესაც ამბობთ, რომ ხელისუფლებამ ამოწურა რესურსები, ამ დროს ხელისუფლება ამბობს, რომ ეხლა რა დროს ნგრევა, ეხლა რა დროს დაპირისპირება და სულ არაფერი ეთყობა ხელისუფლებას, რომ ვინმე წასვლას აპირებდეს. არა, არაპირებენ თუ აპირებენ, ამას ვნახავთ. ეს არ არის ჩვენ წინასწარმეტყველები არა ვართ. მე ვამბობ, რომ ხალხი გამოვა და ეს მიშა სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, ამიტომ ის ყველაფერი რაც ხდება ამ დღეებში და მე დარწმუნებული ვარ რომ მომავალ დღეებშიც იგივე დატრიალდება, იმიტომ უკვე რესურსებიც აღარ აქვს. ელოდებით კიდევ ახალ კომპრომისს. ახალი მოიგონონ და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს რომ საქართველოს მოსახლეობა დადგეს თავის გზაზე. ეს არის ის გზა, რომელიც უნდა გავიაროთ ერთად. ერთი სულით, ერთი გულით, აქ გადახვევა ამ გზიდან არ არსებობს და გადახვევაში მე გულისხმობ, გინდათ შევარდნა, გინდათ გარიგება. ორივე არის გადახვევა ამ მთავარი გზიდან. ჩვენი გზა არის იქ დადგომა და იქ დუმილით, სიტყვით, მაგრამ ძირითადად დუმილით ეს იქნება მარხვის მძიმე კვირა, რომელიც გველოდება წინ. ყველანი უნდა დავდგეთ ერთად და აქ მინდა ეხლავე ვთქვა რომ აქ არ არის დადგომა ან ჩემთან, ან ვინმესთან, ან ვინმესთან, ან ვინმეს წინააღმდეგ. აქ ჩვენ ყველანი დავდგებით ჩვენთვის, ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი შვილებისთვის. ქალბატონო სალომე, თუ შეიძლება ამიტომ დავდგებით ერთად. და დავდგებით სანამ, ეხლავე ამაზე მოვდივარ, სანამ არ წავა ეს ხელისუფლება. აქ არის მე უკვე ვიხმარე ესა და ბოდიშს ვიხდი. დახამხამების პრინციპი და დარწმუნებული ვარ რომ თქვენს ბავშვობაში გაიარეთ ეს რომ დაუდგებით ამ ხანაკს და ეტყვით რომ აი პირველი ვინ დაახამხამებს. ამ შემთხვევაში ამ ხანაგებზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ ვინ დაახამხამებს პირველი, ესე იგი ვინ არის უფრო დარწმუნებული თავის თავში, ვის ჯერა რომ მომავალი ჩვენი არის და ვის ჯერა რომ საქართველოს გადარჩენა გადის ამ უზურპატორების მოშორების გზაზე. ქალბატონო სალომე, მოდით ჩაგეკითხებით. მე მგონი რომ ჩვენ უფრო გჯერა, მე მგონი რომ მოსახლეობას უკვე ყველაფერი აქვს გავლილი, ყველაფერი აქვს გამოცდილი, ყველაფერი დაინახა ომის ჩათვლით. დესტაბილიზაცია მოახდინეს ამათ ქვეყანაში, კრიმინალები ესენი არიან და დახოცეს ხალხი, ყველაფერი გაუკეთეს ამ საცოდავ ქვეყანას, წაართვეს ყველაფერი რაც რესურსი იყო ამ ქვეყნის, ამიტომ მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის რა დარჩა გასაკეთებელი და ამას გავაკეთებთ ერთად, წყნარად, დინჯად, ძალიან სერიოზულად, აქ არაფერი ღრეობაც არ იქნება. არც სხვადასხვა ტიპის გადახვევები, არც ლანძღვა არ იქნება, ლანძღვის დრო არ არის, არც აგრესია. ხალხი ამდენი დღე იდგება. მე მინდა შეგახსენოთ ნოემბრის დღეები. ფორმა იქნება მონახული, სადაც ვინც უნდა იდგეს, ის იდგება ბოლომდე და მე პირობას გაძლევთ აი დღეს ყველას წინაშე და თქვენ წინაშე, რომ მე ვიდგები ბოლომდე. ჩვენ გვაქვს ცოტა მეტი პასუხისმგებლობა, მოსახლეობას მოვთხოვთ, რომ ყველამ განსაზღვროს რამდენი შეუძლია და როდის შეუძლია, იქნება პიკები, იქნება ცოტა უფრო თავშეკავებული დღეები, იმიტომ ჩვენ უნდა გავძლოთ და სააკაშვილმა არ უნდა ჩათვალოს, რომ ჩვენ დავიღლებით. დაღლა არ მოდის, დაშლა არ მოდის, უკან დახევა არ მოდის, ეს არის 9 აპრილის მთავარი მნიშვნელობა და ამიტომ ამოვირჩიეთ 9 აპრილი. 9 აპრილს საქართველოს არ დაიხია უკან. საქართველოს წინ წავიდა. ჩვენ არ დავიხევთ უკან. კარგი, ქალბატონო სალომე, მე მინდა ერთი კითხვა დაგისვათ, წეგან შემთხვევით არ მიკითხავს, რომ თქვენ ფიქრობთ, რომ ხალხი ვთქვათ იდგება. მე მინდა შეგახსენოთ 6 ნოემბერი. მე ამას შემთხვევით არ ვიხსენებ, თითქმის აღარ იყო აღარავინ აქციაზე. რატომ გისვამთ იცით ამ კითხვას?
ეს მშვიდობიანი პროტესტი დაუსრულებლადაც რომ გაგრძელდეს და მიიღოს თუნდაც ისეთი სახე, რაც იყო 6 ნოემბრის ღამეს. მე მახსოვს მქონდა ჩართვა, მაშინ ღია ეთერი მიმყავდა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია იყო თითქმის ცარიელი. მაშინ ხელისუფლებას უმტყუნა ნერვებმა, თორემ იქ უკვე დასაშრეიც აღარაფერი იყო. რომ მოხდეს ასე, გაიწელოს დროსა და სივრცეში, რას მოიგებს ოპოზიცია? არაფერი ეტყობა, მე წეღანაც ვთქვი სააკაშვილს, რომ იგი სადმე აპირებდეს წასვლას. მე მინდა თქვენგან მოვისმინოთ კონკრეტული პასუხი. პოლიტიკური რომანტიზმის ხანაში ვართ ეხლა თუ მართლა გჯერათ რომ ის მიდის ხელისუფლები? მე მართლა მჯერა, იმიტომ მე ვნახე სააკაშვილი გარეთაც და შიგნითაც და ეს არ არის ადამიანი, რომელიც არის გამძლე, რამესი, ამოწურა ყველა თავისი რესურსები, ხრიკები, რაც გინდათ ის დაარქვით. უკვე არაფერი საშუალება აღარ აქვს, არაფრის თუნდაც ომის დაწყების. ალბათ კიდე რამე რესურსი რო კონდეს და ჯარი რო ყავდეს, შეიძლება წავიდოდა რაღაცა ომზე, რომ კიდევ ერთხელ დაგვიტრიალოს ისა, რომ ომი მტერი გარეთ არის და რა დროს ეს არის. და კიდევაც რაღაცა მცდელობები იყო, მე ვლაპარაკობ სომხეთთან მიმართებაში, მაგრამ ესეც აღარ გამოსდის. ამიტომ გულისხმობთ მის განცხადებას იმან ამოწურა ყველა თავისი რესურსები და ჩვენ ვიცით რას ვაკეთებთ, ჩვენ გავაკეთებთ ამაც ბოლომდე, ჩვენ ვერ დავბრუნდებით წარსულში, 7 ნოემბერი აღარ არის, იქ მოთხოვნა იყო სულ სხვა. დიახ. თუ დამეთანხმებით ამაში და მოთხოვნებიც იყო, სხვათა შორის ცოტა არეული, აქ არის ერთი მოთხოვნა, ეს იქნება ბოლომდე. უნდა წავიდნენ ის ბანდა უზურპატორების, ახალაიები, სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი და კოდუები, კიდევ ვინ გინდათ, რაღაც 12 კაცი უნდა მოშორდეს ამ ქვეყანას, რომელსაც არაფერი არ აქვს საქმე ამ ქვეყანასთან აწი და საქართველოს უნდა დაუბრუნდეს თავის ხალხს, თავის კონსტიტუციას, თავის არჩევნებს. აქ არ არის ლაპარაკი რამე ნგრევაზე, რამე არეულობაზე, იქ ჩაბარდება ეს ყველაფერი კონსტიტუციურად როგორც არის. როგორ? მე ეს შეკითხვა ამას წინა დაუსვი ერთ-ერთ სტუმარს ასევე ოპოზიციიდან, ეს იყო ლევან გაჩეჩილაძე. აი ვთქვათ წავიდა სააკაშვილი, შემდეგ როგორ ვითარდება მოვლენები? შემდეგ ვითარდება ძალიან კონსტიტუციურად, ვინ ატარებს არჩევნებს? დათო ბაქრაძე თუ დარჩა? დათო ბაქრაძე არის. დობაზე არ არის აქა, დობა იქნება ხალხის წინაშე. ის ხალხი, რომელიც გამოვა და მიაღწევს იმას, რომ მიშა სააკაშვილი და მისი ბანდა წავიდნენ ქვეყნიდან, ის იქნება გარანტორი, რომ დათო ბაქრაძე თუ ვინც იქნება იმ ადგილას კონსტიტუციურად, რაც არის გვათვალისწინებული, ის მოიქცევა უაღრესად კარგად. მე ამის პირობას გაძლევთ. იმიტომ ის იქნება ხალხის ყურადღების ქვეშ. დათო ბაქრაძე იქნება ეს პირველი რიგში კონსტიტუციურად ის არის. თუ არ იქნება ისა, მერე მოდის კონსტიტუციური რიგი. რას შვებით იმ შემთხვევაში, რას აკეთებთ ქალბატონო სალომე, თუ სააკაშვილი არ წავა? თქვენი ამ ოპტიმიზმის მიუხედავად, თუ ის არ წავა? არ არის ეს თუ, არ არსებობს. როგორ არ არსებობს? მე ვიქნები, სანამ არ წავა სააკაშვილი. კი, მაგრამ შესაძლებელია ეს აქცია დავიდეს 20 ლიდერის პროტესტამდე. არ არის შესაძლებელი. არ არის. ანუ თქვენ აცხადებთ, რომ იქ არ დაიშლებით. თუ თქვენ იცით, რა არის დღევანდელი განწყობა საქართველოში და რა დააშავა ამ ხელისუფლების, ამ უზურპატორებმა, კიდევ ერთხელ ხელისუფლება არ მინდა მათ დავარქვა. და რა შეიძლება კიდევ მოხდეს ამ ქვეყანაში თუ ესენი არ წავიდნენ, მაშინ თქვენ დარწმუნდებით, რომ ჩემსავით ამ გზაზე დადგება მთელი საქართველო, დავინახავთ ამას 9 აპრილს და დავინახავთ ამას იმ დღეებში, როცა ჩვენ გამოვიწვევთ ხალხს, რომ კიდევ ერთი პიკი გვჭირდება, თუ კიდევ დაგჭირდა. კომპრომისი. გუშინ მან ახსენა ასეთი სიტყვა დიალოგი. მე მინდა დაგისვათ კითხვა. არის თუ არა შანსი, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან იქნას რაღაც თემა ისეთი, მაპატიოს მაყურებმა შემოგდებული, მოდით პირდაპირ ვიტყვი, რაზეც შეიძლება, ხო, მაპატიეთ, უბრალოდ ისე ძალიან მარტივიანით რომ ვთქვათ, რაზეც შეიძლება წამოეგოს მისი დაპირისპირებული მხარე. ან ეს არ დავარქვათ შემოგდებული თემა, დავარქვათ გნებავთ კომპრომისი პოლიტიკურ ენაზე. და თქვენ წახვიდეთ მათთან დიალოგზე. აი თუ წარმოგიდგენიათ, იგივე საპარლამენტო არჩევნები, ჩვენ მოვისმინეთ წინა კვირაში გაჟღერებული საპარლამენტო რესპუბლიკის შექმნის ინიციატივა. ამ შემთხვევაში როგორ მოიქცევთ? ეს იქნება სრული გაბითურება ოპოზიციის, სამუდამოდ მე ვიტყოდი, რამე გარიგებაში გასვლა და ეს არის მხოლოდ გარიგება. სააკაშვილთან დიალოგი დამთავრდა, როცა ომის შემდგომ შეთავაზება იყო ოპოზიციიდან, სხვათა შორის და არა მისი მხრიდან, რომ აი წამოდით და ეროვნული რაღაცა თანხმობა შევქნათ, რომ გადავარჩინოთ ეს ქვეყანა, ხელახლა დავაყენოთ ფეხზე.
არც მოისმინა და სრული დუმილი იყო და არავითარი ინტერესი. მაშინ დამთავრდა, მაშინაც ძალიან ძნელი იყო ამ იმაზე წასვლა და ვიღაცები ამბობდნენ, რომ როგორ შეიძლება და რაღაცა. მაშინ დამთავრდა ყველა ფორმა, ყველანაირი დიალოგის შანსი ამ ქვეყანაში მათთან. დიალოგი იქნება, როგორ არ იქნება. დიალოგი იქნება, როგორც კი წავა ეს ბანდა, დიალოგი იქნება იმ კონსტიტუციურ ხელისუფლებასთან, რომ ყველაფერი ჩატარდეს მშვიდობიანად, წყნარად, დინჯად, როგორც ეკადრება საქართველოს. ანუ თქვენ ერთი წუთითაც არ უშვებთ იმას, რომ სააკაშვილი არ გადადგება. შეუძლებელი არის, იმიტომ მაშინ მე გეკითხებით, ვის აქვს მეტი ნერვები? მე თუ სააკაშვილს? ჩვენ თუ სააკაშვილს? მე ნამდვილად ვერ გეტყვით, საქართველოს მთლიანად მოსახლეობას თუ სააკაშვილს? იცით რა? მე მგონი, რომ სააკაშვილის ნერვებმა უტყუნა არაერთხელ და ეს არის ბოლო, როცა უმტყუნებს ნერვები. კარგით, ქალბატონო სალომე, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. გამორიცხავთ თუ არა, რომ მოხდეს, ვთქვა, ძალისმიერი რაღაც პროვოკაცია. გნებავთ იგივე ხელისუფლების მხრიდან, ან გნებავთ გარკვეული ადამიანების მხრიდან, რომელიც შესაძლებელია იყვნენ ოპოზიციაში, მაგრამ მათ ითამაშონ, ვთქვა, არა თქვენთვის მისაღები თამაში. იარაღი, რომელიც ვნახეთ ჩვენ, ეს კვირის მთავარი თემა იყო სკანდალი, მე მინდა ამ თემას მიუბრუნდე. გამოვიდა ისე, რომ დილა დაიწყო ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მან გააკეთა განცხადება, რომ მისი პოლიტიკური გუნდის პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო და შემდეგ ჩვენ დაგვიდეს მასალები და მართლა ამას რძენი იყო ამ ადამიანების, ნარკომანების დანახვა იარაღით ხელში. გამორიცხავთ თუ არა, რომ მოხდეს იქ რაღაც ისეთი, რაზეც ეხლა თქვენ არ საუბრობთ. დღეს თქვენს ჯიჯიგურმა და კუკავამ, აი ესო შიშველი ხელები არისო ჩვენი იარაღიო, მაგრამ იქ რომ უცბათი იარაღი აღმოჩნდეს. მე მგონი, რომ ჩვენ თავის გამართლების რეჟიმში სულ არ გვჭირდება, რომ ვიყოთ, იმიტომ არაერთხელ იყო გამოსვლები 100,000-ის, 200,000-ის და არც ერთხელ არ ყოფილა და არ არსებობს ეს იარაღი ჩვენ ხელში. ამითი დავიწყო და დავამთავროთ და იქიდან ამათ შეუძლიათ მხოლოდ ეხლა პროვოკაციები, იმიტომ ის გაფრთხილებები, რაც მიიღო სააკაშვილმა უცხოეთიდან, არის ისეთი, რამე რომ გაბედოს, რომ არ შეიძლება რომ გაბედოს. მან მიიღო ასეთი მითითებები. ამით თავდება მისი ყველაფერი. ვისგან მიიღო ეს მითითებები კონკრეტულად? ევროპისაგან და ამერიკისგან. მიიღო ძალიან სერიოზული, ძალიან რადიკალური, ვიტყოდი, რადიკალური არის სიტყვა, რომელიც ყველას მოწონს. ამიტომაც იმას აღარ აქვს იმის საშუალება, რომ ითამაშოს პროვოკაციებზე იქა 9 აპრილს და 9 აპრილიდან. ამიტომ ეხლა თამაშობენ იმას. სხვა საკმაოდ დამეთანხმებით ალბათ ამაში უნიჭო ფილმებით და უნიჭოთ მოწყობილს. ასე რომ ჩვენ დავივიწყოთ ესა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ამას არ უშვებთ და ვერ დაუშვებთ. მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში კიდევ ერთხელ ამას ვიმეორებ, რომ ყველა მიცოდეს, რომ იარაღი არ არსებობს, რომელიც არ არის სრულიად გაკონტროლებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. ამიტომ თუ ვინმეს ექნება იარაღი ხელში, ეს იქნება მერაბიშვილის იარაღი და არავის არ ექნება. დამირწმუნდეთ ერთ რამეში, რომ ამ ხელისუფლებას ამისი რესურსიც აღარ აქვს. როგორც ჯარი აღარ აყავს, ისე ეს პროვოკაციების თამაშის დრო დამთავრდა საქართველოში. მე ამ შეკითხვას დავუსვამ დღეს გოკა გაბაშვის სხვათა შორის ეს კითხვა მინდა მას დაუსვა სწორედ, ვთქვათ, აი ამ მასალასთან დაკავშირებით ოპოზიციაში რაც არსებობს კითხვები, მაგრამ ერთი ასეთი შეკითხვა თქვენთანაც მე ვიცი ეს იწვევს ხოლმე ერთქვა გაღიზიანებას, განსაკუთრებით როცა ოპოზიციასთან ამ შეკითხვას ვსვამ, მაგრამ ქალბატონო სალომე, თუ წავა სააკაშვილი, რას ნიშნავს? მოდის იგივე გუნდი, ვინც ყავდა ამდენი წელი, მინუს სააკაშვილი. გულისხმობ ნინო ბურჯანაძეს, გულისხმობ ზურაბ ნოღაიდელს, გულისხმობ იგივე ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, გულისხმობ გოგა ხაინდრავას და ასე შემდეგ. რას იტყვით? ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, რომ მომავალ არჩევნებში თუ იგი დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, საპრეზიდენტო კანდიდატურად თქვენ დაუჭერთ მხარს ნინო ბურჯანაძეს და სალომე ზურაბიშვილი იქნება მისი მთავრობის პრემიერი. მე მინდა ამაზე თქვენი კომენტარი მოვისმინოთ. ჩემი კომენტარი არის ამაზე ძალიან მარტივი. იქნება არჩევნები, საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც ალბათ ვერ მივიღებ მონაწილეობას, მაგრამ ვინ იცის ამ ქვეყანაში ისე იცვლება ყველაფერი. ანუ არ გამორიცხავთ, რომ თქვენც იყოთ. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ დღესდღეობით და დღევანდელი კონსტიტუციით ვერა და მე ამისთვის არ ვემზადები არანაირად, საარჩევნო კამპანიას არ ვატარებ და არც ერთი ჩვენთაგანი არ ჩავატარებთ საარჩევნო კამპანიას ამ 9 აპრილის პერიოდში, ამისი დრო მოვა მერე და მე გეტყვით ერთ რამეს, ჯერ ერთი არჩევნები გადაწყვეტს, ვინ იქნება პრეზიდენტი და ვინ იქნება პრემიერი. პრემიერი გარიგებით არ მოდის ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში. გარიგება რას ნიშნავს? პრემიერი მოდის არჩევნებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგი
არის პრემიერი და არის ან არ არის კოალიცია. ამიტომ ვნახავთ როგორი პრემიერი იქნება რომელი პრეზიდენტთან. მაგრამ მე კიდევ ერთხელ რამეს გეტყვით და მინდა ვისარგებლო დღევანდელი ღია ეთერით, იმიტომ მე თითქმის არ მომეცა საშუალება ამ არხებზე, რომელიც გადის საზღვარგარეთ, რომ მიმართო დიასპორას. გისმენ. იმიტომ ჩვენ დავდგებით 9 აპრილიდან და ვიქნებით სანამ საჭირო იქნება რომ სააკაშვილი და მისი ბანდა წავიდნენ, მაგრამ ჩვენ ვიდგებით იქა კიდევ მეორე მიზეზისთვის, იმისთვის რომ ისინი ის 1,5 მილიონი ქართველი რომელიც წასული არის, იმათ მიეცეთ საშუალება რომ დაბრუნდნენ. და მე ძალიან მაინტერესებს, რატო ვთვლით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას მხოლოდ ის ძველი სპექტრი, რომელიც ნებამომეცით ვთქვა, იმიტომ რომ ჩემი კოლეგები არიან, ცოტა მოძველებულია. ვინ არიან მოძველებული? ლევან გაჩეშელაძე, ირაკლი ალასანიანი, ნინო გურჯანაძე, სალომე ზურაბიშვილი. რატომ არ ვთვლით? მკითხვას ვსვამ, რატომ არ ვთვლით, რომ საზღვარგარეთ იმ 1,5 მილიონი გამოცდილება მიღებული ან იმ ბიზნესმენებში, რომელიც დღეს მხოლოდ ფულს იღებენ იმისთვის, რომ გაამაგრონ ის ხელისუფლება, რომელიც ვეღარ გამაგრდება. რატომ ვთვლით, რომ არ შეიძლება იყოს ახალი კიდევ კანდიდატები, რომელსაც მე შეიძლება დავუჭირო მხარი? ანუ გეგულებათ ასეთი კანდიდატი. მეგულება ძალიან ბევრი. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი კაპიტალი საზღვარგარეთ, რომელსაც კარგად ვიცნობ. 1,5 მილიონი ადამიანი არის, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ იმყოფება იქა. ნაწილი არის სერიოზული, რომელიც მზად არის კი არა, ელოდება როდის იქნება პერსპექტივა ამ ქვეყანაში რომ დაბრუნდნენ. ის არის ჩვენი მომავალი. მათთან ერთად შეიძლება ვერ ვიდგეთ 9 აპრილს. ვერ გამისახელებთ 1-2 მათგანს, ისეც რომელიც შესაძლებელია საზოგადოებისთვის იყოს ძალიან საინტერესო. ნამდვილად არ არის საჭირო დღეს რომ დავასახელო, როგორც თქვი, დღეს არა ვართ საარჩევნო კამპანიაში, მაგრამ მე მინდა ვთქვა კატეგორიულად, რომ 9 აპრილს როცა ვიდგებით ყველა ჩვენს ადგილას, ჩვენ ვიდგებით თქვენს მაგივრათაც. ვინც ვერ იქნებით ჩვენთან გარკვეული მიზეზების გამო, იმიტომ ვერ დაბრუნდებით რუსეთიდან, ან ევროპიდან, ან ამერიკიდან ამ დღეებისთვის, ზოგიერთი შეიძლება ჩამოვიდეს, მაგრამ ჩვენ ვიქნებით იმისთვის, რომ შევქნათ ისეთი საქართველო, სადაც თქვენი ადგილი იქნება, სადაც ჩვენი ადგილი იქნება, ღირსების საქართველო, ღირსეული საქართველო, რომელიცაც არ შეგვცხება საზღვარგარეთ, როგორც მე მცხვენია, როცა დადის ზოგიერთები ამ ბანდიდან და უყურებ და ვხედავ სხვების ღიმილებს და მე მართლა არ მეგონა რომ როცა მოვდიოდი ამ ქვეყანაში და ჩამოვედი მე მეგონა რომ ვაშენებდით მართლაც ახალ ქვეყანას და არ მეგონა რომ შემრცხვებოდა მე საქართველოსი დღეს გარეთ როცა ზოგიერთები არიან და ტყუილებს ლაპარაკობენ და ბრიუსელში ვარ ფორუმში და ტყუილები მესმის რომ შენდება საქართველო და აქ არც ეკონომიკური კრიზისი არ არის და არც არავითარი პრობლემა და ვართ თურმე არ ვიცი რის მშენებლობაში და მასაჟისტებზე ლაპარაკობენ უცხოელები მცხვენია დიახ და აღარ შემცხება საქართველოსი და ამიტომ ვიდგები მე ბოლომდე თქვენთან ერთად ინგა. დარწმუნებული ვარ და ყველა ღირსეული ჟურნალისტთან ერთად, ყველა ღირსეული ჯარისკაცთან ერთად, ყველა ღირსეული პოლიციელთან ერთად არ არის დაყოფილი დღეს საქართველო და ვინც ჩამოვა მიშა სააკაშვილის ფულით 7 აპრილს, ყველამ ჩათვალოს, რომ ჩვენთანაც ჩამოდიან, დღეს არ არსებობს ორი საქართველო, არსებობს ერთი საქართველო, რომელიც იშორებს სწურბელებს. დიდი მადლობა. ქალბატონ კაჯები საყვარელი სიტყვა ქალბატონის სალომე ზურაბიშვილის სხვა შორის ქალბატონი სალომე იყო ის პირველი მინისტრი რომლის გადადგომასაც მოყვა ძალიან სერიოზული სკანდალი ქართულ პოლიტიკაში და ეს იყო პირველი ძალიან ხალხმრავალი აქცია თავის დროზე იპოდრომზე ისე იპოდრომი უცნაურად დაცადა ქართულმა პოლიტიკამ როგორც მაშვინ ვეუბნებოდი ყველას რომ თქვენ ჩემთვის არ მოდიხართ მაგრამ თქვენთვის ასევე 9 აპრილს ყველა მოდის არავისთვის და ყველასთვის. ძალიან დიდი მადლობა. მინდა გისურვოთ წარმატება, რაც შეეხება პირდაპირ ეთერში თქვენს მოწვევას. მე პირადად ორჯერ მინდოდა თქვენი მოწვევა, უბრალოდ თქვენ არ წადებოდით საქართველოში. ასე რომ ყოველთვის სიამოვნებით დაგიწყობ ჩვენს ეთერს. რამდენადაც თქვენ ხართ ყოველთვის ძალიან საინტერესო სტუმარი. ისე კარგი იქნებოდა ერთი მათგანი მაინც რომ დაგესახელებინათ, ვინც სავარაუდოდ შესაძლებელია გახდეს მომავალში. ვიფიქროთ ამაზე და
კარგი, დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მაშინ თქვენ უსმენთ სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციის ბლოკი პოლიტიკურ კვირაში გრძელდება. რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ ჩვენ ბრუნდებით უკვე გია ყარყარაშვილთან ერთად. გენერალთა კლუბი იყო ნახსენები დაკითხული გველუკაშვილის მიერ, უпростоით იმ ფრაზებში, რომელიც ჩვენმა მაყურებელმა მოისმინა გენერალთა კლუბზე, პოლიტიკურ გეგმებზე 9 აპრილზე გია ყარყარაშვილს ვესაუბრებით. გენეტიკა იღუწებს. ქართული ისტორიული ორთაბრძოლა თანამედროვე სტუდიაში. რაც შეეხება იმას, რომ ქართველობა ყველაფერი მაინტერესებს რა. და ამასაც ერთ თვალს ამოვიდეთ. გადაიფიქრე. მიყვარს. დაბრუნება შუა საუკუნეებში. აი მტერი შემოგვეპარა, გავჭრა შუაზე. და გარდასახვა, რომელიც თქვენს თვალწინ მოხდება. ეს ტრანსპორტია. იარაღი, რომელთაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ. სურეთში, სვანეთშიც, აჭარაშიც, ჩვენ მთელი საქართველო გვაქვს მოვლი, რაც შეგვეძლო. შევძელით საბოლოო ჯამში, რომ ზუსტად ის ერთი სურათი მთლიანად აგვედგინა, რასაც ქვია ქართული საბრძოლო ხელოვნება. ოსტატი ამ იარაღის იმას აღწერს, რომ ნებისმიერ ფარში, ნებისმიერ ჯავშანში მისი დარტყმა გადის, ანუ მოწინააღმდეგეს ზიანს აყენებს. და ისინი, ვინც ბრძოლას ხელოვნებას უწოდებს. გურზი ვატრიალეთ ახლა, შულდი აღარ უსწავლოთ. წარმოუდგენელი გამძლეობა და დესერტად აალებული ნაკვერჩხალი. რატო უნდა ჩამოცა ერთად ნაკვერჩხალი? ნამდვილი მამაკაცების ნამდვილი გმირობები. გადაცემაში ცხოვრება მშვენიერია. ვინ გაემგზავრება სამხრეთ აფრიკაში? მერვე ჯგუფში ლიდერები გამოიკვეთა. მაგრამ მთავარი ბრძოლები ჯერ წინ არის. 1 აპრილს 21 საათზე პირდაპირი რეპორტაჟი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონიდან. მეგრელები ყობიაშვილი დათმა და ერთი საქართველოს ნაკრები მონტენეგროს მასპინძლობს. დაძაბული და საინტერესო შეხვედრა. 1 აპრილზე და მეკარე მოიგერია. ის დღეს ირაკლი ალასანიას გვერდითაა და სააკაშვილის გადადგომას მოითხოვს. რატომ დასახელდა გენერალთა კლუბი დაპატიმრებული გველუკაშვილის ფრაზებში და რა სიტყვის კვირის მთავარ სკანდალზე გია ყარყარაშვილის პოლიტიკური კვირა. ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის რადიკალური პოლიტიკური პარტია, ასეთი ტიპის ადამიანებს, ასეთი ტიპის გეგმებს უნდა გაემიჯნოს. ბოკა გაბაშვილის პოლიტიკური კვირა, რა სიტყვის იგი კვირის სკანდალზე განხორციელებულ დაპატიმრებებსა და ოპოზიციის ბრალდებებზე კიდევ გაგრძელდება თუ არა დაჭერები. პოლიტიკური კვირა კვლავ პირდაპირ ეთერში ამჯერად ჩვენი სტუმარია გია ყარყარაშვილი. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის ბატონო გია. მე მინდა თქვენთან დავიწყო საუბარი კვირის მთავარი თემით, სკანდალით, რომელიც დაიწყო კვირის დასაწყისში და ამ წუთამდე არის პასუხგაუცემელი მთელი რიგი შეკითხვები. თქვენი მოწვევის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო სწორედ ის, რაც მე რეკლამამდე გამოვაცხადე. გენერალთა კლუბი იყო ასეთი რამ ნახსენები. ამ გენერალთა კლუბში შედის გია ყარყარაშვილიც. მე მაინტერესებს თქვენი კომენტარი ამ სკანდალზე, იმ ვიდეო მასალაზე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დადო. არის თუ არა ქვეყანაში საფრთხე იარაღის გამოყენებით სახელმწიფო გადატრიალების, რა სიტყვის გია ყარყარაშვილი? მოგესალმებით, უპირველეს ყოვლისა, თუ დღეს საზოგადოებაში თუნდაც არსებობს ერთი ფიზიკური პირი, რომელსაც წარმოუდგენია, რომ შესაძლებელია პოლიტიკური მიზნისათვის გამოყენებული იყოს იარაღი, მინდა ამ სტუდიიდან გავაფრთხილო. მინდა მივმართო, რომ წარმოდგენაც არ აქვს, რა არის იარაღის მიღწეული პოლიტიკური მიზანი. ეს არის საშინელება
რომელიც პრაქტიკულად მე მთელი ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა ბრძოლების თუ ომებში მონაწილეობის დროს საკუთარ თავზე ვიწვი, ეს არის სისხლით წრემლი უბედურება, რომლის ფასადაც არც ერთი პოლიტიკური მიზანი არ ხერს. არც მიზანი, არც მიზეზი და არც შედეგი. ეს მინდა აქედანვე გავაცხადო, თუ ამგვარი ვინმე არსებობს, ან რომანტიკოსი, ან ფანატიკოსი, რომელსაც ოდნავ მაინც ჯერავს, რომ შესაძლებელი იყოს გამოყენებული, მე მიმართავ და გმობ. რაც შეეხება რეალობაში არსებობს თუ არა ამგვარი რამ. დიახ, იმ მასალებზე დაყნობით თუნდაც, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ტელეეკრანებით. ჩემთვის ეს არის ძალიან უნიჭო სცენარი, თუ კონკრეტულად ამ მასალებზე განვიხილავ, ერთი გველუკაშვილი აკონტროლებდეს გენერალთა კლუბს, რომლის საპატიო თავმჯდომარეც მე ვარ, ცოტა სასაცილო. რატომ არის სასაცილო? მე გველუკაშვილი მაკონტროლებს და მისი გავლენის იარაღი ვარ მე და ის გენერლები, რომლებიც ჩემი მოადგილეები იყვნენ, ჩემი მინისტრობის დროს ამ ბრიგადის ხელმძღვანელები. თუ არ გეცინება თქვენ სასაცილოდ, გველუკაშვილის კონტროლის ქვეშ იყოს გიაღარღარეშვილი, მე მგონი. ამიტომ ამაზე სერიოზული არც არის კომენტარების გაკეთება. რაც შეეხება სხვა ფაქტებს, იარაღის ფაქტები, რომელიც იყო ნაჩვენები, ამასაც პროფესიული კუთხით თუ შევაფასებთ, ძალიან საინტერესოა, სად გაიცნო ერთმანეთი მყიდველმა და გამყიდველმა, მანამდე სანამ ისინი პოლიტიკურ პარტიაში შევიდოდნენ, როდის გაიგო, რომ თურმე ერთ-ერთი გამყიდველი იყო და იარაღის შეძენის შესაძლებლობები ქონდა, ეს არის გამოძიების საგანი და თქვენთვის ეს არ არის უტყუარი მასალა, ბატონია. აი რა ჩვენ ვნახეთ ეკრანებზე. რა, მყიდველი და გამყიდველი? არ ვიცი, მე უბრალოდ გისვამთ კითხვას. შესაძლებელია მე მაქვს ჩემი კითხვები, სხვა ადამიანსაც მაგრამ შესაძლებელია და თანამშრომლები არიან მყიდველი და გამყიდველი. მაშინ მე მაინტერესებს, ამიტომ არის რომ დობა უნდა არსებობდეს, რომ გამოძიებული იყოს, სად როდის გაიცნეს ერთმანეთი მყიდველმა და გამყიდველმა, ბათუმშიც და თბილისშიც ერთი და იგივე გამყიდველი რო ყიდის იარაღს და თუ თქვენ ეჭქვეშ აყენებთ მაშაკედან გამომდინარე, მე მაინტერესებს თქვენი პასუხი. რა დავარქვათ ამ კადრების გამოშვებას ეკრანზე პირდაპირ ეთერში 1 დღე 2 3 რა იყო? ეს არის ძალიან კარგად მოფიქრებული, დაგეგმილი ფსიქოლოგიური ზემოქმედების საშუალებები, რომელიც გამოყენებული იყო მიზნად ისახავდა საზოგადოების დაშინებას, დასაფრვას, დათრგუნვას. სიმართლეს გეტყვით 5 წლის წინამდე დეტალს მოვყვები და გამოგიტყდებით, რომელიც ამგვარი რამ მე შევთავაზე უკანასკნელ თათბირზე ვარდების რევოლუციის წინ ედუარდ შევარდნაძე პრეზიდენტ და ყობან არჩემაშვილ შინაგან საქმეთა მინისტრი. რა შესთავაზე? ნუ ამგვარი რამე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მექანიზმები გამოყენებული ყოფილიყო, რათა ვარდების რევოლუციის წინ განეიტრალებულიყო იარაღის გამოყენების საფრთხე. ანუ თქვენთვის ეს დასაშვებია, რაც მე ეს მეცნიერება და თეორია, ქაოსის თეორია უშვებს ამას, იცით? და ამაზე ედუარდ შევარდნაძემ ეს არ იკადრა და ლაშან ყობან არჩემაშვილმა ამაზე უარი თქვა, მინდა გითხრათ. ამიტომ ჩემთვის ამ სპექტაკლებს, რასაც ვუყურებ, ეს წამიკითხია, მისავლია და გამიგონია. ჩემთვის ეს უცხო არ არის. საინტერესოა, ეხლა ისეთი აღსარება მოვისმინეთ, მე შევთავაზეო. საინტერესოა, რას დადებდნენ, რომ წამოყოლოდნენ ამ წინადადებაზე. ფორმა მე მინდა გითხრათ, მე კი არ შევთავაზე, რომ ეს გამოიყო. ეს არის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული. კარგით, ბატონგია, მე მინდა ერთი ასეთი კითხვა დაგისვა, ზუსტად 10 დღე არის დარჩენილი 9 აპრილამდე. ჩვენ წეგან მოვისმინეთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა დაჟინებით, იგი ამტკიცებდა, რომ ზუსტად აქვს პასუხი იმაზე, რა შედეგი დასრულდება 9 აპრილი. მე მაინტერესებს რა სიტყვით თქვენ. თქვენ დღეს გეხართ ირაკლი ალასანიას გვერდით. ეს გუნდი არის პრაქტიკულად ცალკე გუნდი, თუმცა ამ შემთხვევაში ოპოზიციასთან ერთად ჩვენთან ერთად დგება 9 აპრილის აქციებზე. თქვენი პროგნოზი როგორია? თქვენ რას ელით 9 აპრილს და როგორ ფიქრობთ, წავა სააკაშვილი? პირველი მე ჩემი ნდობა და მხარდაჭერა გამოუცხადე ბატონ ირაკლი ალასანიას. მეორე, რაც შეეხება 9 აპრილთან დაკავშირებით, მე ჩემი ხედვა მაქვს და ვთვლი, რომ ჩემთვის ერთის მხრივ ეს არის და მეც მაინტერესებს, რომ ვიხილო ნება ქართველი ხალხის ხმა ერისა ეგრეთ წოდებული, სადაც მან უნდა გამოხატოს ნებასურვილი, თავის სურვილი და ჩემთვისაც საინტერესოა რა რაოდენობის ხალხი მოვა. როგორ ფიქრობთ? ნუ ყოველგვარი გამოკითხვები დღეს რაც არსებობს, სხვა ხალხი შეიძლება ამას ეწოდოს. აი ამის შემდეგ დგება ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტი. ერთის მხრივ საზოგადოების საპროტესტო ტალღაში მონაწილეს, რომ მშვიდობი შეინარჩუნოს სიმშვიდე და უკიდურეს რადიკალი
არ აღმოჩნდნენ, ხოლო მეორე მხრივ პასუხისმგებლობა ხელისუფლების. რამდენად მათ ხელისუფალისთვის, რომელიც ამ ხალხის ხელისუფალია, რამდენად ისინი მზად არიან ჩახედონ მათ თვალებში, მოусმინონ მათ, მოისმინონ ხმაერისა და ამის შემდეგ გამოიდანონ დასკვნა. ჩემს ეს ძალიან საინტერესოა. ხმაერისა ეხლა რასაც თქვენ ამბობთ, ამ შემთხვევაში თუ კი თქვენ საუბრობთ იმ ადამიანებზე, ვინც იქ უნდა მოვიდეს და იქ გაჟღერებულ მათ სურვილზე, ეს იქნება ერთადერთი. ჩვენ ვისმენთ ამ განცხადებებს, რომ სააკაშვილი უნდა გადადგეს. ეს იქნება ის ხმა, რომელსაც თქვათ ხელისუფლება მოისმენს საზოგადოების იმ ნაწილისგან, ვინც იდგება იმ მიტინგზე. ხოდა ჩემთვის საინტერესო დეტალია, მე მესმის რომ იმის მაგერად ხალხი მოდის მთავრობის სახლთან, პარლამენტთან იმისთვის, რომ მიაწვდინოს თავის თმა, ხოლო მთავრობა და ხელისუფლება გადის ბათუმში დასასვენებლად. აი ეს არის საინტერესო ხო? ჩემთვის. სად გადიხარ? ეს არის შენი თანამოქალაქეები, ის ხალხი, ვისი გულისთვისაც, ვისი კეთილდღეობის გულისთვისაც იმყოფები ხელისუფლებაში, ამ დროს შენ გადიხარ ბათუმში და იმის მოსმენაც არ გინდა, რატოს ტკივა ამ ხალხს, რას ტკივა ამ ხალხს. თავისი მამულის ტკივა და იმ ტკივილის ტკივა, რომელსაც სამწუხაროდ თვალები აქვთ და ვერ ხედავენ. ვერ გრძნობენ იმ ტკივილს, რომელიც ხევანდელ დღეს ხალხი და ქვეყანა მოიცვა. პოლზე უდევთ ხელი და მაჯისცემას ვერ გრძნობენ, რომ უკანას ოცნებაც კი დაკარგა ხალხმა იმ უპასუხისმგებლო ქმედებებით, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გაწია. რას გულისხმობთ? მითხარით თუ თუნდაც შეიძლება ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, თუნდაც ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, რაც იყო ჩვენი ხელისუფლების წინასაარჩევნო პროგრამა, რასაც პირდებოდა ხალხს, ის მოლოდინი, რაც მოსახლეობას გაუჩინა და ეს ოცნებები იყო, რითაც ხალხი ცნორობდა და დღეს, როდესაც ამის ნაცვლად ჩვენ გვევლინება მხოლოდ და მხოლოდ რაღაც სადაზღვეო პოლიტექნოლოგების მიერ დაწერილი ტექსტები, 5 პუნქტიანი ტექსტი, რომლის რიგითობასაც კი არ ცვლიან, ისე აქვს ყველას დაზეპირებული. არა, მოდით ესე ხელახებით ნოვიტყვით, სოციალური თემები, რომლითაც ხელისუფლება, ვთქვათ, ეხლა გამოდის, ძალიან მნიშვნელოვანია უამრავი ადამიანისთვის ამ ქვეყანაში. დღეს ხელისუფლება აღარ გელაპარაკებს, დღეს პოლიტექნოლოგები გველაპარაკებიან, 5 პუნქტიანი რაღაც პოლიტექნოლოგების მიერ დამუშავებული წინადადებები არის ჩამოწერილი და რიგითობასაც კი არ ცვლიან. დღეს უკვე აღარ არის ესე საუბარი, რომ ხელისუფლება რამეს გელაპარაკებს. მე ესე ვხედავ. ამიტომ ჩემთვის თავარი არის 9 აპრილი და რა იცით, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდეს ხელისუფლება. მათ კიდე შეუძლია, რომ იყვნენ მსახურები თავისი ხალხის. რამდენად სასარგებლოები არიან ისინი თავისი ხალხისა და ქვეყნისა. თქვენ როგორ ფიქრობთ? აი გუშინ გაიჟღერა სააკაშვილის განცხადებაში ასეთმა სიტყვამ დიალოგი. ეხლა აღარ არის ძველი ბიჭების დრო, ეხლა აღარ არის მგრევის დრო, ეხლა არის უკვე აშენებული შენარჩუნების და ახლის შენების დრო. ეს იყო პრეზიდენტის სიტყვები. მე მაინტერესებს თქვენი პროგნოზი როგორია? როდესაც აქციაზე გადიან პოლიტიკოსები, მე ვფიქრობ, რომ მათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს. ხო აღებული საკუთარ მხრებზე, საკუთარ თავზე. რა პასუხისმგებლობით გადის ალასანიას გუნდი? რა პასუხისმგებლობით გადის გია ყარყარაშვილი ამ აქციაზე? და რა შედეგით თქვენი აზრი დასრულდება ეს 9 აპრილი? წავლენ ისინი თუ არა? ისევ გავექცევი, როგორ დასრულდება ამას. მე ვიტყვი, რატომ გადის ხალხი? სამშობლოს განცდას უწოდებს ხელისუფლებას. პირადად პრეზიდენტს უწოდებს, სამშობლოს განცდას ვერ ხედავენ. ჩემთვის ძალიან რთული არის ამის აღწერა, მაგრამ ოჯახის წევრი რო დაიღუპება, წელიწადი რო ოჯახმა გლოვაზე, ვაებაზე უარი თქვას, ოჯახი არ კადრულობს წლის განმავლობაში, რასაც მე ვუყურებ, არ არის ჩვენი ხელისუფალი. იმ ავედითი დღის შემდეგ, რაც აგვისტოს შემდეგ, რაც ჩვენ ქვეყანას გადაწყდა, არ არის ეს ადეკვატური ყოფის და რა ყოფაშიც ქვეყანა. რაში გამოიხატება არაადეკვატურობა? იქნებ მითხრათ ბატონგია. ჩემთვის ძალიან რთული იყო იმ კადრების ყურება, რომელიც მე ვუყურე რაღაც პორნო მასაჟისთან დაკავშირებით. ეს კითხვა მაინტერესებს, ნუ თუ მართლა იყო ეს, აი ჩემ შემდეგ მოვა ალბათ და ძალიან მე მართლა მაინტერესებს ეს იყო, ხო რა 15 წელი გავიდა სოხუმში. აი გადის თუ არ ცდები ხო კადრები. 15 წელი გავიდა სოხუმის დაცემის შემდეგ და დღემდე ვაება მქეჭნის. უბრალოდ მაწუხებს და გონებას ტანჯავს. ჩემამდე არ დადეს აგვისტოს დღეებში 400-მდე ახალგაზრდა კაცი საფლავშია ჩაწოლილი. და როგორ შეიძლება გლოვი არისო, არ გტკივებდი და შენ თავს უფლებას აძლევს. აი ეს ჩემთვის არის ამაზრზენი ფაქტი და როდესაც შენ ქვეყანასნაირად არ ცხოვრობ, არა
ამგვარ ინციდენტებს უსმენ, არა, ესე იგი შენ არ ხარ ამ ქვეყნის ტკივილისთვის მოსული. შენ ხარ შენი თავის სარგებლობის და როდესაც არ ახარ სასარგებლო შენი ხალხის, არ ახარ შენი ქვეყნისთვის. შენი ქვეყნის არც მორალური უფლება არ აქვს. ამიტომ ჩემთვის ეს აქცია არის მორალური მხარე, დავინახო. იმ ადამიანებისთვისაც, ვინც ხელისუფლებაში არიან, ამდენი საპატივსაცემო ადამიანი, ამდენი ღირსეული ადამიანი უნდა გამოვიდეს და რა არის ნებისყოფათა თამაშია, გამძლეობა. ხალბატონმა სალომემ ხო ეს შეადარა ეს თვალების ხამხამის მსგავს თამაშს რაღაცას. ვინ უფრო მაგარიაო? ხალბატონი სალომე პოლიტიკასია, მე მოქალაქე ვარ. მე ერთი მესეჯი რო გადის ტელეეკრანზე, ჩემს მიმართ რადიკალურად გამოგზავნილი ის მტკივა და ის მაწუხებს 200,000 ადამიანი შენი ქვეყნის რო გამოვა და თვალებში ჩახედვას ითხოვს და პასუხს თხოვს. ამის შემდეგ როგორი განცდით უნდა წახვიდე? როგორი განცდით უნდა წავიდეს? მითხარით, აი გამოვიდა უამრავი ადამიანი და მე ვიცი რომ გამოვა ბევრი ხალხი, იმიტომ რომ ჩვენ გვინახავს მრავალათასიანი მიტინგები სულ რაღაც 1 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში. აი როგორ უნდა მოიქცეს? თქვენ რას ურჩევდით, რას ეტყოდით ახლა ეკრანიდან? როგორ უნდა მოიქცეს? აი როგორ გითხრათ, ისევე ჩემთვის ეს არის მორალური ზნეობრივი საკითხი არის. როგორ შეიძლება იყო დედაქალაქში ხელმძღვანელი და 80% სულდე და ეზიწყებოდი. როგორ შეიძლება იყო ქვეყნის ხელმძღვანელი და 60-70% სულდე და ეზიწყებოდი. რა არის თანამდებობა და რა არის სკამის ფასი, ხო? სკამზე იმიტომ ზიხარ, რომ შენი ქვეყნის სამსახურში იყო, შენი ხალხს უყვარდე და შენი ხალხისთვის ზრუნავდე. როცა ზიზღია ამ ხელა, არა? ამის შემდეგ ყველამ თავის თავში უნდა მოძებნოს სიძლიერე, გამბედაობა, ნაბიჯი უნდა გადადგას. არა აქვს სკამს არაფრის ფასი. სკამს არაფრის ფასი არ აქვს. სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გუშინ ალბათ შემთხვევით არ ისროლა ეს სიტყვა დიალოგი. ბაქრაძისგანაც გაიჟღერა ასეთმა ფრაზამ. მოდით ერთზე შევთანხმდეთ. არც თქვენ ალბათ და არც მე არ მგონია რომ დღეს ხელისუფლება ზის გულხილ დაკრეფილი და ისე მოლოდინის რეჟიმში ელოდება, აი შეიკრიბებიან და დაიშლებიან. ალბათ მათაც აქვთ ხო თავისი პოლიტიკური განცდები. მე მინდა ერთი ასეთი კითხვა დაგისვა. თუ არსებობს რაიმე ისეთი თემა, რაზეც შეიძლება შეჯერდეს თქვენი პოზიცია მათთან, თუ არსებობს კომპრომისის რაიმე შანსი. კრიტიკულია სიტუაცია. დღეს გავხსენით ჩვენი გადაცემა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სპეციალური მიმართვით. მითხარით, არსებობს რაიმე თემა, რაზეც შეიძლება თქვენ გამონახოთ საერთო ენა ამ დღეებში ხელისუფლებასთან. მოდით მე არ ვარ ეს, მაინც აქ შეიძლება პოლიტიკაში დავბრუნდე, ბატონი ირაკლის ხარდაჭერა გამოუცხადე, მაგრამ მე მაინც საზოგადოების წარმომადგენელი. კი, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, თუ არსებობს ასეთი თემა, რაზეც გია ყარყარაშვილი პირადად ურჩევდა თავის გუნდს, რომ ღირს ამ თემებზე რომ წავიდეთ დიალოგზე ხელისუფლებასთან? დიალოგი იქნება იმ შემთხვევაში, როცა ადეკვატურად აფასებს ორივე მხარე რეალურობას. როდესაც მთელი საქართველო თulis, რომ ცხინვალში ჩვენ კატასტროფული მძიმე შედეგი დაუმართვით და ხელისუფლება თulis, რომ მან გაიმარჯვა, როგორ უნდა ილაპარაკო? როდესაც მთელი ქვეყანას ტკივილი და ხელისუფლება თulis, რომ არაფერი არ ტკივა და დღეს ყველაფერი კარგად არის, რაზე უნდა ილაპარაკო? ჯერ იმაზე უნდა დასვა დიაგნოზი, რატომ ტკივა ეს ხალხს და რატო გამოდის ქუჩაში. ჯერ ეს უნდა შეგეძლოს ადეკვატურად აღქმა ამისა, ამ მიზეზებისა და ამის შემდეგ შეიძლება ისაუბრო, მაგრამ როდესაც სხვა წარმოსახვებით ცხოვრობ და შენთვის კეთილდღეობა შენი სიმაღლიდან არის დანახული და რეალურად ხალხის ტკივილს ვერ ხედავ, ამ პერიოდში დიალოგი როგორ უნდა შედგეს, რა თემაზე უნდა შედგეს დიალოგი? ანუ არ არსებობს თემა, რომ სხვა შორის არის ერთ-ერთი ასეთი მოსაზრება, რომ შესაძლებელია საბოლოო ჯამში იყოს რაღაც კომპრომისისთვის გამონახულიო ასეთი თემა, თუნდაც იგივე საპარლამენტო მმართველობა, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისგან, გიორგი თარგამაძისგან და აკაკი ასათიანისგან გახმოვანდა წინა კვირაში. ანუ არსებობს რაღაც თემები, რაზეც შესაძლებელია. მე შემეძლია თქვა, რომ ეს იდეა ახალი შემოგდებული საპარლამენტო მმართველობის, ეს არის სრულიად პასუხისმგებლობა. დარწმუნებული ვარ ამაში, დღევანდელ ყოფაში, დაქუცმაცებულ, გაწჭირვებულ იმ პერიოდში, როდესაც უამრავი სხვა ქვეყნის ინტერესები და გავლენის სურვილი იკვეთება ჩვენ ქვეყანაში, იმ პერიოდში საპარლამენტო მმართველობის შემოღებაზე ისაუბრო, მე მგონი ცოტა უპასუხისმგებლობა არის და შემოგდებულ თემად მიმაჩნია საერთოდ. იმ დროს, როდესაც დღეს სჭირდება ძლიერი
დაბალანსებული ხელისუფლება, ყველა შტოიცი დაბალანსებული ხელისუფლება იმ დროს ამ თემით გახილვა არ მიმაჩნია სწორედ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დიალოგი შეიძლება ერთ რამეზე. რაზე? უკეთესი რა არის ამ ქვეყნისთვის. რა არის უკეთესი? ჩვენ 2 წუთი გრჩება და მე მინდა უკეთესი არის ამ ქვეყნისთვის ერთის მხრივ რა ჯობია დისკრედიტირებული, დამარცხებული, ასე თუ ისე დამცირებული, რა მოდი როგორც არ უნდა დაგვავიწყდეს ის კადრები, რაც ჩვენ ინტერნეტით იყო გავრცელებული, რეალურად დამარცხებული, დამცირებული. რა კადრები? თუნდაც 10 აგვისტოს გორში, როდესაც მეც ვიმყოფებოდი იმ დროს იქ, აი ეს დამამცირებელი კადრები, რომლითაც თავარსარდალი იყო ნაჩვენ. მე ეს არ მიხარია ნამდვილად და ოდნავაც არ მინდა რომ ვინმე ფიქრობს რომ მე ეს მომწონს, არა, მაგრამ როდესაც ეს ხდება, არა რაღაც ეტაპზე დამარცხებულმა ადამიანმა სწორედ ადეკვატურად უნდა შეაფასო, რა არის ჩვენი ქვეყნის უკეთესად. მოწინააღმდეგესთან, თუნდაც რუსეთთან, იმ ჩვენ მოძმე აფხაზებთან და ოსებთან, რა ჯობია დისკრედიტირებული, ნდობადაკარგული, დამარცხებული ხელისუფალი იყოს ესე ქვეყნის სათავეში, თუ ახალი ადამიანი, რომელიც თავისუფალი იქნება იმ შეცდომებისაგან, რომლის პასუხისმგებლობის წინაშეც არ იქნება ის შეცდომები, რომელიც ჩვენ დაუშვით და არა პირველად 92 წელსაც, 93 წელსაც, დღესაც მისათი ხელისუფლება იქნება, რომელსაც ნდობა ექნება, მხარდაჭერა ექნება საერთაშორისო თანამეგობრობის და აფხაზების და ოსებთან დიალოგ შეძლებს, ისეთი ხელისუფლება ჯობია. თქვენი ხელისუფლება შეძლებს, ჩვენ უკვე გადავაცილეთ ჩემი არა. არა, თქვენ გუნდში ხართ ირაკლი ალასანიასთან და გია ყარყარაშვილი, რომელიც აფხაზეთთან პირდაპირ კავშირშია, მაშინ ის ხელისუფლება შეძლებს. მე უნდა ვიყო ობიექტური, ეს კითხვა. მე პიროვნულად არ ვაპირებ ხელისუფლებაში დაბრუნებას, მაგრამ ირაკლი ალასანიამ მიუხედავად თავისი პირადი ტრაგედიისა, მან მოახერხა ორჯერ შეხვდა აფხაზებს და ნდობისა და პატივისცემის მოპოვება. ის რაც ვერ შეძლო 15 წლის განმავლობაში ვერავინ საქართველოს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხავთ ბატონო გია გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდით ერთად დაველოდოთ 9 აპრილს, ალბათ შემდეგ კიდევ გვექნება საშუალება ვისაუბროთ პირდაპირ ეთერში. გისურვებთ წარმატებებს, მასზე გია ყარყარაშვილი ამბობს, რომ ის არ აპირებს თავად ხელისუფლებაში მოსვლას. იგი გამოვა ამ აქციაზე როგორც უბრალოდ მოქალაქე. რა განწყობით ხდება ხელისუფლება 9 აპრილს? ბოლო დღეებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თუ ოპოზიციის მიტინგები დიდხანს გაგრძელდება, არაა გამორიცხული პარალელურად სააკაშვილის მხარდამჭერთა მობილიზება და მიტინგებიც ვიხილოთ. პრინციპში ასეთი სურათი ჩვენ 7 ნოემბერსაც გვინახავს და არა მარტო 7 ნოემბერს, თუნდაც 2003 წელს ბეგაშვილის კადრები შემიძლია გაგახსენოთ და რა განწყობით ხდება ხელისუფლება 9 აპრილს. ამაზე რამდენიმე წუთში გიორგი გაბაშვილი გაგვცემს პასუხს. მანამდე კი მოდით ერთად გადავხედოთ ამ კადრებს არქივიდან. თქვენ ხართ გმირები, ბიჭებო, თქვენ შემოგევლეთ მე. თქვენ ახართ გმირები. როცა იცავთ ჩვენ ქვეყანას და ჩვენი ქვეყანა. საერთო ქვეყანაა და ბადრისტების ადვოკატები ახლა. ბიჭებო, ვაშკაც შემოგევლეთ რა. თქვენ ვაშკაცობას ერთგულებას ენაცვალე რა. ეხლა არ არის ის ვითარება, რომ ჩვენ ამ ფორმით გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა. ეხლა ძალიან მინდა გთხოვოთ ყველანი დაიშალეთ, წაბძანდით სახლებში ჩვენი მომხრეების მხარდაჭერა. ეხლა არის ის, რომ თქვენ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. სეპარატიზმი, როდესაც ცენტრი ცდილობს რეგიონებს მოიჟუროს, მაგრამ ერთი უნდა ვთქვა, ჩვენ ამ უგვაროთა ხმას არასოდეს არ მოусვენთ. არასოდეს არ მოусვენთ და იმ შვილებო, შვილიშვილებო, დებო და ძმებო, მადლებელი ვარ. აქ თქვენს მიერ გამოხატული მხარდაჭერისათვის.
თქვენ შევარდნაძეს კი არ ურჩევთ ხარს. თქვენ საერთოდ სრულიად საქართველოს უჭერთ ხარს. მაშასე არის თუ არა იმის შანსი, რომ პარალელური მიტინგები ვიხილოთ გიორგი გაბაშვილის ხო სტუდიაში, ის იქნება ჩვენი გადაცემის ბოლოს სტუმარი. ბატონო გიორგი, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მე მინდა თქვენთან საუბარი დავიწყო სწორედ ამ შეკითხვით. ვრცელდება ინფორმაცია, უბრალოდ არსებობს კითხვა, მე სადაც ხვდები ყველა მეკითხება, ალბათ იმიტომ რომ ვარ ჟურნალისტი. რა მოხდება 9 აპრილს? აქედან გამომდინარე ამ კითხვაში არის თავისთავად ის თემაც, რაზეც ახლა ვსაუბრობდი 2 წუთის წინ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ არის შესაძლებელი თუ კი იქნება მიტინგები ხალხმრავალი ოპოზიციის სააკაშვილის მხარდამჭერების მობილიზება მოხდეს. რა სიტყვით? მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ხალხმრავალი მიტინგების მეორე მხრიდან, ანუ ის რომ ჩვენ მოვახდინოთ მობილიზება, ასე ვთქვათ, ჩვენი მხარდამჭერების, იმიტომ რომ ხელისუფლება არის ხელისუფლება, ხელისუფლებას იმისთვის ირჩევენ და იმისთვის მივიღეთ ჩვენ 2008 წელს ლეგიტიმაცია არჩევნებზე, რომ ნებისმიერ პრობლემას გავამკლავდნენ პოლიტიკოსები, არჩეული პოლიტიკოსები, მათ შეძლონ დიალოგი, მათ შეძლონ სიტუაციის რეგულირება ქვეყანაში და არ მოხდეს საზოგადოების დაპირისპირება. მაშინ როცა ქუჩაში ეძახიან ხელისუფლების ოპონენტებს, ყველაზე ბოლო რაც ხელისუფლებამ შეიძლება გააკეთოს და ყველაზე არასწორი ეს არის საკუთარი მომხრეების მობილიზება იმისათვის რომ პროცესები გადავიდეს ქუჩაში. თუმცა ეს კადრები ჩვენ შემთხვევით არ გვიჩვენებია, იყო ამის მცდელობა იგივე 7 ნოემბრის ხო და იმდროინდელ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ამავე კადრებში იყო, რომელიც მაშინ მიმართა მომხრეებს, დღეს დავეთანხმებოდი და ვიტყოდი, რომ არ არის საჭირო, მაშინ როცა ადამიანებს აქვთ გარკვეული პროტესტის გრძნობა და საპროტესტო აქციებს ატარებენ, ამას დაუპირისპიროს ხელისუფლებამ ორგანიზება ადამიანებისა, რომლებიც ვთქვათ არიან განსხვავებული პოზიციაზე. მას რას დაუპირისპირებს ბატონო გოგა? მე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. უბრალოდ ყარყარაშვილი საუბრობდა წეგან. მაშინ როდესაც იგეგმება ძალიან ხალხმრავალი მიტინგი, ხელისუფლება აპირებს წავიდეს ბათუმში, აპირებს წავიდეს აჭარაში, გაერიდოს ხალხს. იმის ნაცვლად რომ თვალებში ჩაგდეს. პირველ რიგში მე ვერც პირველი რესპონდენტისგან და ვერც მეორისგან და საერთოდ ამ ბოლო დღეებში ვერ მოვისმინე კაფიო გამიჯნა იმასთან, რაც ჩვენ ტელევიზორში ვნახეთ ბოლო კვირის განმავლობაში. კაფიო თქმა იმისა, რომ მათი გზა არ არის ექსტრემისტული, მათი გზა არ არის რადიკალური და რომ მათთვის აბსოლუტურად მიუღებელია ძალადობა პოლიტიკაში. არა, ისინი უბრალოდ უნდობლობას უცხადებენ იმ კადრებს, რომელიც სწორედ ეს არის სახიფათო, მაშინ როცა პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ გაემიჯნონ ექსტრემიზმს და თავად ექსტრემისტულ განცხადებებს აკეთებენ და ექსტრემისტულ გზას აძლევენ თავის მომხრეებს, სწორედ ეს არის საშიში. მაშინ ჩნდებიან ყველა ჯურის პროვოკატორები და ეს პროვოკატორები ჩვენ თვალნათლივ ვნახეთ და ეს პროვოკატორები ახალი ამბავი საქართველოსთვის არ არის, ჩვენ რომ ის ქვეყანა ვიყოთ, სადაც ესეთი ჯგუფები მოქმედებაში არ გვყავდეს ნანახი და არ ქონდეს ნანახი, რა შეიძლება მოიტანონ ადამიანებმა, რომლებიც იარაღს ყიდულობენ და ნებისმიერ დაძაბულობას იყენებენ იმისათვის, რომ როგორც თავად ბრძანებენ იმ შესანიშნავ ტირადებში, რომელსაც ავრცელებდა, ასე ვთქვათ, ჩვენი ტელევიზიები, დაეცენ ლომბარდებს, გაიტაცონ მანქანები, მოაწყონ არეულობა, დაატრიალონ უბედურება ჩვენ ქალაქში და ჩვენ ქვეყანაში. ეს ჯგუფები რეალურად არსებობენ. ამ ჯგუფების ნაწილი ბუნებრივი არის დაკავებული და ეს ასეც უნდა იყოს, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რომ ესეთი ჯგუფების აღმოჩენა მოხდეს, მოკვლევა მოხდეს, მათი დაკავება მოხდეს და მათი იზოლირება საზოგადოებისგან. ეს გასაგებია, მაგრამ ეს ადამიანები ემიჯნებიან იარაღით გადატრიალების მცდელობას, მაგრამ ამბობენ რომ ამ კადრების არ ჯერა. სახიფათო არის ის, როცა პოლიტიკოსები თან ცდილობენ, რომ აი ესეთ სიტუაციაში, აი ესეთ კაფიო სიტუაციაში თან რაღაცა მიალანძღონ სახელმწიფო, პირველ დღეს ცდილობენ პირდაპირ დაიცვან ეს ხალხი, რომელიც დაკავებულია, გახსოვთ თქვენ ძალიან კარგად. პირველი განცხადებები, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, რომ ეს არის სახელმწიფოს მიერ, ასე ვთქვათ, დაშინება ოპოზიციის და ასე შემდეგ. ანუ ამ ადამიანებმა თავად აღიქვეს ის დაკავებული ჯგუფები, როგორც ოპოზიციის ნაწილი. მას შემდეგ, რაც ჩვენ ძალიან კაფიოდ მოთხოვეთ მათ, რომ გაემიჯნეთ, იმიტომ რომ ეს არ არის ოპოზიციის ნაწილი. ის ადამიანები, რომლებიც იარაღს ყიდულობენ და რომლებიც ემზადებიან კატასტროფისთვის, სხვა სიტყვაში ამას არ შეიძლება დაერქვას. მოდი თვალთმაქცობა არ გვინდა, ემზადებიან სამოქალაქო ომისთვის. აი ეს ჯგუფები, რომლებიც მოქმედებენ საქართველოში, ემზადებიან სამოქალაქო ომისთვის. და მათ აქვთ იმედი იმისა, რომ პოლიტიკოსები ვერ მოახერხებენ დიალოგს, ვერ მოახერხებენ შეთანხმებას, ვერ მოახერხებენ პოლიტიკური მეთოდებით ურთიერთობების გარკვევას და დადგება მათი დრო, დადგება მათი წუთი და დადგება მათი საათი. და ასეთ პროვოკატორებს რო არ მივცეთ გასახანი, ეს არა მხოლოდ ჩვენი პასუხისმგებლობაა, დიახ, დიდი პასუხისმგებლობა ჩვენზეა. მაგრამ ეს ოპოზიციაზეც არის, მაგრამ ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არის თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეგზავნილი ხალხი, ეს არის დადგმული სპექტაკლი, ჩვენ არ გვჯერა ამ ფილმების. სწორედ ამ უპასუხისმგებლობაზე ვლაპარაკობ, რომ ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ ასეთი ჯგუფები არსებობენ, ძალიან კარგად იციან, რომ ეს არანაირი სპექტაკლი არ არის, ძალიან კარგად იციან, რომ ესეთი პროვოკატორული ჯგუფები აგროვებენ ხალხს, ქმნიან ოცეულებს, ყიდულობენ იარაღს,
ბუნებრივია, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს გააკეთა და კიდე გააკეთებს, რომ ასეთი ადამიანები იყვნენ ციხეში, სადაც არის მათი ადგილი. მე არ მინდა საბოლოოდ ვერდიქტი გამოვიტანო, სასამართლო ჯერ კიდევ წინაა, მაგრამ ბრალდებულები აი ამ მზადებაში, ამ დანაშაულში. ამ შემთხვევაში ნებისმიერი პოლიტიკოსი, თუნდაც ის, რომელიც ვერ მიტანს პირადად მე ან ვერცერთ ჩემ კოლეგას, ან პრეზიდენტს, ან პრემიერ-მინისტრს, ნებისმიერი პოლიტიკოსის პასუხისმგებლობაა თქვას, რომ ჩვენ კაფიოთ ვემიჯნებით ამ ჯგუფებს, რომ ჩვენ სახელმწიფოს მოქმედება, რომელიც ამ ჯგუფებს აკავებს, იჭერს და ახდენს მათ იზოლაციას საზოგადოებისგან, ეს მოქმედება სახელმწიფოსი არის მათთვის მისაღები. ამას როცა ესენი არ ამბობენ და როცა ესენი მოუწოდებენ საზოგადოებას, აი ნახეთ, როგორია ლოზუნგები. დღეს მაგალითად იყო განცხადება, ერთ-ერთი პოლიტიკური ჯგუფი შეიკრიბა და ჩვენ შეურაცხყოფად აღვიქვავთ იმას, რომ ხელისუფლება გვთავაზობს დიალოგს. ერთ-ერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა თქვა, რომ ის თავის მომხრეებს კონსენსუსს და ქართველ ერს კონსენსუსს არ აკადრებს. ეს არის რადიკალიზმი, ეს არის ექსტრემიზმი და რა გინდა თქვა, რომ ეს ადამიანები ახდენენ ამ გადატრიალებას? არ მინდა ეს თქვა, მაგრამ მე მინდა თქვა ის, რომ ექსტრემისტულ განცხადებებს, ექსტრემისტულ განწყობებს, ექსტრემისტულ ტალღაზე ცდელობას, რომ ამღრეულ წყალში დაიჭირო თევზი, მოყვება არეულობა და ეს არეულობას მე თავად ისინი ვერ აკონტროლებენ. აი ეს არის ის მთავარი საფრთხე, რომელიც არის შექმნილი. როცა შექმნი ასეთ ტალღას, რომ არ გინდა არავისთან დიალოგი, არ გინდა არავისთან საუბარი, არ გინდა პოლიტიკური მეთოდები და გინდა მხოლოდ ექსტრემალური, რადიკალური დაპირისპირება, ამ რადიკალური დაპირისპირების მართვა ამ ადამიანების ხელთ არ არის. არის ძალიან ბევრი ინტერესი, მათ შორის ძალიან კონკრეტული რუსული ინტერესი და ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი ხალხი, ის ხალხი, რომელიც პუტინისგან და მედვედევისგან ორდენებს იღებდა აგვისტოში, აი ეს ხალხი როგორ ფუს-ფუსში არიან, როგორ კონფერენციებსა და შეხვედრებს აწყობენ, როგორ ხვდებიან ჩვენ პოლიტიკურ სპექტრს, იმისათვის რომ მომენტით ისარგებლონ. კარგი, ბატონო, მე მინდა ერთი ასეთი კითხვა დაგისვათ. როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ მათ არ ჯერათ აი ამ ვიდეო მასალების, რომელიც დადო შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ძალიან ბევრ ადამიანს უჩნდება მართლა კითხვა. ხომ არ იყვნენ ეს ადამიანები შეგზავნილი იგივე ნინო ბურჯანაძის პარტიაში? მე კითხვა მინდა დაგისვათ, თქვენ მართლა ჯერათ, რომ შეიძლება ნინო ბურჯანაძე და ბადრი ბიწაძე გეგმავდნენ რაღაც შეიარაღებულ გადატრიალებას? ეს არც არავის არ უთქვავს. ითქვა რომ არის დაკავებული ხალხი და ეს ხალხი ყიდულობს იარაღს, ეს ხალხი არის დაკავებული და არავის არ უთქვავს რომ ეს ხალხი არის ნინო ბურჯანაძის ბრძანებით ან ბადრი ბიწაძის ორგანიზებით მოქმედი ჯგუფები. თქვენს რომ ეს ხალხი დაკავებული და მიმდინარეობს გამოძიება, რაც არის სიმართლე ის ითქვა. ეს ხალხი დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება. ამის შემდეგ ჩვენ რას ვხედავთ? ამის შემდეგ ჩვენ ხედავთ რომ ბადრი ბიწაძე ან ნინო ბურჯანაძე ან ნებისმიერი სხვა კი არ გამოდის და კი არ ამბობს რომ ეს არის ის ხალხი რომელსაც ჩვენთან კავშირი არ აქვს. ეს არის ის ხალხი რომელიც საერთოდ არ ვიცით ვინ არის. ეს ხალხი შეიძლება შეგზავნილია, შეიძლება შემოგზავნილ. ამას კი არ ამბობენ. ამბობენ რომ ჩვენი პარტიის წევრებზე განხორციელდა დევნა. ეს არის პოლიტიკური ტერორი. მადლობას უხდით მათ ოჯახებს, მადლობას უხდით მათ სამეგობროებს, მათ სააცნობოებს და მათ ოცეულებს. და ამ ადამიანებზე დევნას, ცოტა უტრირებას ვაკეთებ, ამ ადამიანებზე დევნას ჩვენ არ დავუშვებთ. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მასალის პრეზენტირება საზოგადოებისთვის. და თქვენ მართლა გჯერათ, თქო, ამას გეკითხებით, რომ ის ყველაფერი, რასაც ეს ადამიანები, ეს ნარკომანი ადამიანები იმ კადრებში ამბობდნენ, შეიძლება ცოდნოდა ნინო ბურჯანაძეს ან მის მეუღლეს? არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. გამოძიება მიმდინარეობს, ეს ადამიანები დაკავებულები არიან. თუ კიდევ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება ინფორმაცია ანალოგიურ ჯგუფებზე, მათი დაკავებაც მოხდება, იმიტომ რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა ამ ადამიანებმა არ დაღუპონ თავის აი ოპოზიციის მომხრეებიც, არ დაღუპონ საზოგადოება, რომელიც ხელისუფლების მომხრეა, საზოგადოება, რომელიც ხელისუფლების მომხრე არ არის და მთლიანად ქვეყანა. ეს არის ადამიანები, რომლებიც ქვეყანას უმზადებენ საშინელებას, ეკონომიკურ კოლაფს, პოლიტიკურ კოლაფს და მრავალწლიან იმ უბედურებას, რომლიდანაც ქვეყანა ძლივს გამოვიდა. ერთი კითხვა, ჩემი წინა რესპონდენტი ბატონი გია ყარყარაშვილი, რომელიც საუბრობდა იმაზე, რომ თურმე შევარდნაძეს ბოლო დღეს ურჩევდა ასეთი თქო მისტიფიკაციების განხორციელებას. ეხლა არ ვიცი, შეიძლება მათი მეთოდი და ბატონი გია ისე საუბრობდა შემდგომ ასე თქვა ამ ხელისუფლების მოქმედებებზე და ამ ხელისუფლების ომებზე, გეგორება წინა ომები, გაგრა, სოხუმი და ცხინვალი, სუმთლიანად ესე იგი ამ ხელისუფლების ხელში ყოფილიყო საქართველოდან გარიყული და მიტაცებული და ოკუპირებული. ხელისუფლების ხელში რაც იყო, ის მოხდა აგვისტოში. არანაირი პოლიტიკური ბრძოლის მეთოდი ეს ჩვენთვის არ იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ხალხი და არაფრის, ასე ვთქვათ, პოლიტიზირებას ამ საკითხის არ აქვს. ოპონენტებს აქვს უფლება აქვთ ბატონო გოკა ალბათ დამეთანხმებით ეს იფიქრონ
ფილმი, რომელიც ნახეთ შარშან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე მგონი მესამედ ვიმეორებ ამ გადაცემაში, მაგრამ ის ფილმი ნოემბრიდან ნოემბრამდე მე სულ ვამბობ ხოლმე, რომ აი ბავშვობაში კომუნისტური ხმა რომ მახსოვს ეკრანებიდან, ისეთი ხმით გაკეთებული, აი ის ამაზრზენი ფილმი, რომელსაც სხვა შორის არავის პასუხისმგებლობა შემდეგ არ მოყოლია. თქვენს ოპონენტებს აქვთ ამით უფლება, მაგრამ ერთი კითხვა, რომელიც გაჩნდა აი იმ ვიდეო მასალის ხილვისას, მე გულისხმობ ამ კვირაში გამოქვეყნებულ ამ ვიდეო მასალებს. ასე ადვილად იყიდება ჩვენს ქვეყანაში იარაღი. ასე ადვილად ხდება ქვეყანაში, რომელშიც ყოველდღე ჩვენ ვისმენთ ხელისუფლების განცხადებებს, რომ აღარ არის კრიმინალი, ყველაფერი არის ძალიან კარგად, რომ ვანო მერაბიშვილი აკონტროლებს ყველაფერს. ადვილად რო არ იყიდება, მე მგონი ამის დემონსტრირება. არა, როგორ ვიღაც ადამიანები მიდიან ვიღაც იარაღის უკაცრავად და ესეთი გარიგება ხდება. თქვენგან ძალიან მიკვირს ესეთი. არა, მე კითხვებს ეს ადამიანები რო არ ადვილად რო ვერ იყიდიან იარაღს, სწორედ ამის დემონსტრირება მოხდა. ის ადამიანები, რომელთაც მათ ეგონათ, რომ ადვილად ყიდულობენ იარაღს, არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული ფარული თანამშრომლები. ესე მოხდა ამ ადამიანების აყვანა და ესე მოხდა ამ ადამიანების დაკავება. ეხლა ვერ ხვდებით რასთან გვაქვს საქმე. ეს ადამიანები, რომლებიც არიან დაინტერესებული იარაღის ყიდვით იმისთვის, რომ კატასტროფა დაატრიალონ ამ ქვეყანაში, იარაღს ადვილად ვერ ყიდულობენ. არა, კითხები იმიტომ გაუჩნდათ, რომ ესე უცხო ადამიანს იარაღი მომყიდე ადგებიან თუ არაო რა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს იმ ადამიანებზეც, რომლებიც ყიდულობენ იარაღს და იმ ადამიანების გამოვლენაზეც, რომლებიც ყიდის იარაღს. და ესეთი რაღაცები ამ ქვეყანაში ადვილად არ ხდება. ბატონი გიას პერიოდი, აი შევარდნაძის პერიოდს გულისხმობ, როცა მართლა იყო კორუფციის და იმის ჭაობში ჩაფლული პოლიცია და ჯარია ტანსაცმელი და საჭმელი არ ქონდა არმიას. ქალბატონი სალომე ბრძანებდა დღეს, რომ არმია არ აყავს საქართველოსო. მივიდეს სამხედრო ნაწილებში და იმ ნაომარ ბიჭებს უთხრათ, თქვენ არ არსებობთ. უთხრას, რომ არმია არ აყავს საქართველოს. ესე ადვილად ლაპარაკი ყველაფერზე, ესე ხაზის გადასმა ყველაფერზე, როცა კორუფციის ჭაობში მართლა შევარდნაძის წასვლის ბოლო დღეებში თურმე ესეთ მისტიფიკაციებს გეგმავდა ბატონი ყარყარაშვილი და სხვები, დღეს სუფთა ხელებით პოლიტიკაში მოსვლა და ხელების ესე ზავით აწევა, რომ ეს ხელები სუფთა, ესე არ გამოდის. ესე არ გამოდის, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს გახწნილი და კორუმპირებული პოლიციაც და ძალიან კარგად ხედავთ დღევანდელ პოლიციასაც, რომლის დობა საზოგადოებას აქვს. ძალიან გვახსოვს, კარგად გვახსოვს არმია. ძალიან კარგად გვახსოვს არმია, რომელსაც ხოლმე სულ პროტესტი უჩნდება ძალიან ბევრ თქვენს ოპონენტს და ყველაზე ბოლო სკანდალს შეგახსენებთ ბატონო გოგა. მე გეთანხმებით იმ ღიპიან პოლიციელებთან მიმართებაში, სააკაშვილს უყვარს ხოლმე გახსენება გაიშნიკებთან მიმართებაში, მაგრამ სულ ბოლო სკანდალს შეგახსენებთ, როგორ შეიწყალეს პოლიციის მაღალჩინოსნები სანდრო გირგვლიანის მკვლელები, როგორ მოხდნენ ქალბატონო, ღიბზე და კუნთებზე არ არის პოლიცია ქვეყანაში. არა, პირობითად გავიხსენე სააკაშვილს უყვარს ხოლმე ამის პოლიცია ქვეყანაში არსებობს იმისთვის, რომ არ იყოს ტოტალური ადამიანების გატაცება, რაც იყო და ეხლა არ არის. არ იყოს მანქანების ტოტალური მოპარვა, რაც იყო და ეხლა არ არის. არ იყოს ტოტალური დაყაჩაღება, რაც იყო და ეხლა არ არის. არ იყოს სადარბაზოებში ადამიანების შეყენება, რაც იყო და ეხლა არ არის. ადამიანებს არ ეშინოდეთ ბავშვების საღამოს გაშვება ეზოში, რაც იყო და ეხლა არ არის. აი ამისთვის არსებობს პოლიცია. კი, მაგრამ არსებობს საწინააღმდეგო, მე ამაზე არ მინდა დავიწყო ჩამონათვალი სანდრო გირგვლიანიდან დაწყებული, რობაქიძე გამცემლიძე დამთავრებული. ამაში დაგეხმარებით არსებობს პოლიციური დანაშაული და პოლიციური დანაშაული ამ ქვეყანაში ისჯება. მაშინ იმ პერიოდზე, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, პოლიციური დანაშაული არ ისჯებოდა. მათ შორის პოლიტიკოსების ჩადენილი დანაშაული არ ისჯებოდა, პოლიციელების ჩადენილი დანაშაული არ ისჯებოდა. ტოტალური ნარკოტრაფიკის სათავეში, როცა პოლიცია იდგა, ეს არ ისჯებოდა. ადამიანებს მართლა MVD-ს ფანჯრებიდან ყრიდნენ და ეს არ ისჯებოდა. და დღეს საუბარი იმაზე, დღეს პოლიციური დანაშაული დიახ ხდება, არა იმდენი როგორც ზოგიერთ ქვეყანაში, მაგრამ ხდება საქართველოში, მაგრამ ეს დანაშაული ისჯება. ბატონო გოგა, ერთი კითხვა. პოლიტიკური მანიპულაციები პოლიციური დანაშაულით არის ერთ-ერთი ყველაზე არასწორი, რაც შთილს აყენებს იმ პოლიციას, რომელიც არა, რატომ? თუ კი პოლიციასთან მიმართებაში არსებობს უკაცრავად უამრავი ფაქტი, 53-ია უდანაშაულოთ მოკლული ადამიანი, უკაცრავად 53 თუ არ ვწდები, უკაცრავად ოპოზიციას აქვს მუდმივად ბრალდებები, რომელშიც შედის ერთ-ერთი აი ეს. მე არ მინდა ამ თემაზე კონკრეტულად. ეს არის ტყუილი. ერთი წუთი. არა. ისევე როგორც ბევრი სხვა ტყუილი, რომელიც ოპოზიციისგან შეგახსენებთ კომენტი არ გვინდა. იგივე გირგვლიანიდან დაწყებული, რობაქიძე გამცემლიძე დამთავრებული. მე ამას უბრალოდ გახსენებთ კითხვები, რომელიც აქვთ ხოლმე თქვენს ოპონენტებს, ამიტომაც შემოგინახეთ ბოლოსთვის. მე შეგახსენებთ იმისათვის უბრალოდ რომ თქვენ დაინახოთ, რომ პოლიტიკური მანიპულაცია ხდება ხოლმე და
მე უმაღლეს თანამდებობის პირებზე ხდება ხოლმე მარტივი პოლიციური და ძალიან მძიმე დანაშაულებების გადაბრალება, რას თქვენ ჩამოთვალეთ აი ამ ადამიანებში, ერთ-ერთი მინისტრი, მაგალითად, რომელიც რობაქიძის აი ამ მართლა ძალიან საშინელი ფაქტის დროს იყო მინისტრი, ეხლა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერია. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერია. რამდენადაც ვიცი, ეს მოხდა სწორედ ოქროაშვილის ministrobisას და ორ კვირაში შემდეგ იგი იქნა გადაყვანილი თავდაცვის. ხო და შემდეგმა მინისტრმა გამოიძია ეს საქმე და სხვა შორის ის პატრული, რომელსაც გაუფრთხილებული ტკბილობა დადგინდა ფაქტად, ის პატრული დაისაჯა შემდეგი მინისტრის დროს. თქვენ წეგან ორჯერ ახსენეთ ასეთი ფრაზა, კიდევ გაგრძელდება თუ კი იქნება საჭირო. ანუ მე მინდა ისევ მიუბრუნდეთ ჩვენი გადაცემის მთავარ თემას იყო თუ არა გადატრიალების მცდელობა. გუშინ უცნობმა თავის ცნობილ ток-შოუში გააკეთა ასეთი განცხადება, მე მოვკარი ყური, რომ ორშაბათიდანო ველოდებით ახალ ფაქტებს თუ არ ვცდები საუბრობდა იგივე ლევან გაჩეჩილაძესთან მიმართებაში შესაძლებელია რაიმე დაიდოსო. მე მინდა თქვენ დაგისვათ ასეთი კითხვა, როგორც ერთ-ერთ გავლენიან პირს ამ ხელისუფლების გუნდში იგეგმება თუ არა მომავალში კიდევ რაიმე კომპრომატების გამოქვეყნება. გნებავთ ოპოზიციის ლიდერებზე, გნებავთ ადამიანებზე, რომლებიც კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამაზრზენია შარვალ ჩახტილი, მორფინისტის ნახვა, თქვათ ეკრანზე, კადრებში, მაგრამ რაიმე მსგავსი იგეგმება თუ არა. ამაზენია, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ჩვენ იმ გამოცდილების ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც შარვალ ჩახტილი მორფინისტები მთავრობის კაბინეტებში იჯდნენ ხოლმე და ქვეყანას მართავდნენ. ვინ? ხო, იყო ესეთი პერიოდი, იყო გასამხედროებული 1000-ნაირი ჯურის ბანდა, რომელიც ამ ქვეყანას თავზე ეждდა და წლები დაჭირდა იმისათვის, რომ პოლიტიკური სპექტრი, პოლიტიკურ სპექტრად ჩამოყალიბებულიყო. წლები დაჭირდა იმას, რომ თუნდაც დღევანდელი ოპოზიცია, მათ ჰქონდეთ პოლიტიკური ინსტრუმენტები მოქმედებისა. და წლები დაჭირდა იმას, რომ იყოს ვითარება, სადაც ჩვენ დღეს შეგვიძლია თამამად თქვათ, არ არსებობს არც ერთი დახურული თემა დიალოგისთვის. არ არსებობს არც ერთი საკითხი, რომელზეც არ შეიძლება შეთანხმება, საუბარი, თუნდაც პოლარიზირებული პოლიტიკური პოზიციებიდან საუბარი, მაგრამ მისვლა შეთანხმებებზე. ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. დაწყებული საუბარი იმაზე, რა გავაკეთოთ ამ ძალიან მძიმე ეკონომიკურ კრიზისში, დამთავრებული ნებისმიერი სფეროთი, იქნება ეს სასამართლო, მედია თუ სხვადასხვა, რა გავაკეთოთ ყველამ ერთად იმისათვის, რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ. აი ეს არის ის გზა, კომპრომის, თქვა დაპირისპირებულ მხარესთან, გუშინ სააკაშვილმა ახსენა სიტყვა დიალოგი. როცა ზოგიერთებს სიტყვა კომპრომისი და სიტყვა კონსენსუსი, გონიათ საგინებელი სიტყვა და ამბობენ, რომ საქართველოს ისინი კონსენსუსს ვერ აკადრებენ, ძალიან მძიმეა ვისაუბროთ პოლიტიკური პროცესების სიჯანსაღებზე. ეგ ამ კონსენსუსის უკან უბრალოდ გარიგებას გულისხმობდნენ, იმიტომ რომ ჩვენში ასია ხომ ხშირად მე გეთანხმებით, მაგრამ ასია ხომ ხშირად შეთანხმება შეიძლება შემდეგ დაერქვას გარიგება. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მოუწოდა სრულად პოლიტიკურ სპექტრს ჩვენი ჩათვლით და ოპოზიციის ჩათვლით, რომ იყოს დიალოგი, იყოს საუბარი ნორმალური ტონით იმისათვის, რომ პოლიტიკური პრობლემები გადაწყდეს. ეხლა დღეს ჩემი წინა რესპონდენტი საუბრობდა, რომ რაზე უნდა ვესაუბროთო ხელისუფლებას, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანაში პრობლემები არ არისო. ეს ხო ტყუილია. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა. პოლიტექნოლოგების პიარია და მე არ ვიცი, პოლიტექნოლოგები არ ვიცი, შეიძლება თვითონაც ყავთ, რომლებიც ამას ურჩევენ, რომ რადიკალური, ასე ვთქვათ, ზიზღის ელექტორატის დაკარგვა არ ღირს და ამიტომ უკომპრომისო იერებით უნდა წარმოდგეთ თქვენი ამორჩევლის წინაშეო. შეიძლება ეს არის პოლიტექნოლოგია, მაგრამ მე გეუბნებით, ძალიან ბევრი პრობლემაა. დაწყებული იმით, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად ჩვენ მართლა ძალიან მძიმე დარტყმა მივიღეთ და ძალიან მძიმე სამხედრო დანაკარგები მივიღეთ ჩვენ და ეხლა თუ ვიღაცა სიამოვნებს აი ამ სიტყვის თქმა, რომ ჩვენ დავმარცხდით, კი ბატონო, მათ შეუძლიათ ეს თქვან, რომ ჩვენ დავმარცხდით. ჩვენ არ გაგვიმარჯვია, არაფერი კარგი ჩვენ აგვისტოში არ მიგვიღია, მაგრამ ჩვენ არ დავმარცხდით. იმიტომ რომ ეს ბრძოლა არ დავმარცხდით, იმიტომ რომ ეს ბრძოლა გრძელდება, ეს ბრძოლა არ არის დამოკიდებული იმაზე, ვინ იქნება ხელისუფლებაში, ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, სანამ როგორც აღმოსავლეთ ევროპიდან და როგორც ყველა თავის ოკუპირებული ტერიტორიებიდან და როგორც საქართველოსთან სამი ბაზა გაიყვანეს, ისე არ გაიყვანენ თავის ბაზებს სოხუმიდან და მაგრამ დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს თქვა აგვისტოს შედეგები და შესაძლებელია ეს არის სწორედ ის თემა, რომელიც თავისუფლად აძლევს უამრავი რთული შედეგი გვაქვს სახეზე, რუსეთის აგრესიის და რუსეთის ინტერვენციის შედეგად უამრავი რთული შედეგი გვაქვს სახეზე. და ამ რთულ შედეგებს კიდევ უფრო გართულება კი არ უნდა. ამ ხალხს დღეს ის კი არ უნდა, რომ ის ეკონომიკა, რომელსაც მართლაც კბილით უჭირავს ქვეყანას თავის ეკონომიკური ცხოვრება, იმიტომ რომ
მართლა ძალიან რთული ვითარებაა, სოფლიო ეკონომიკური კრიზისი, თვითონ საქართველოში წარმოშობილი პრობლემები და ამის გამოსწორება უნდა ხალხს. ხალხს მართლა სამუშაო ადგილები უნდა, ხალხს მართლა ნორმალური ვითარება უნდა. თუ რამე გამოსასწორებელია ნებისმიერ სფეროში, იმის გამოსწორება უნდა და ამისთვის უნდა ოპოზიციის ოპონენტი რო ხარდეთ, ეხლა გეტყოდათ, რომ ეხლა გაგახსენდათ, რომ მაინც და მაინც ეს ხალხი ამდენი ხანი გაგეკეთებინათ ეს ყველაფერი. ქალბატონო, ჩემ წინა რესპონდენტს გაახსენდა ეხლა, იმიტომ რომ ის იყო იმ მთავრობის და იმ ხელისუფლების წევრი, რომელსაც 300 მილიონი ქონდა ბიუჯეტის სულ. თქვენმა წინა რესპონდენტმა ასეთი კითხვა დაგიტოვათ, დავიჯერო რომ მართალიაო, რომ პრეზიდენტი, რომელმაც თქვათ აგვისტოს ომის შედეგად რომლის ქვეყანამაც დაკარგა კიდევ დამატებით ტერიტორიებიო, მართლა ყავდა თუ არა ჩამოყვანილი ის მასაჟისტიო. ეს იყო მისი კითხვა, მე უნდა გავიმეორო, თუმცა ამ თემაზე წინა გადაცემაში შეუთვალო რომ ტყუილია. შეუთვალო ტყუილია ის, რასაც საუბრობენ უკაცრავად ქალბატონო იგა. არც ერთი თეთრი და არც ერთი კაპიკი სახელმწიფოს ბიუჯეტიდან. მე ძალიან კარგად ვიცი, ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდი. არ იხარჯება არც ფიზიოთერაპევტზე, არც სტომატოლოგზე და არც დიზაინერზე. ასეთი რამე უბრალოდ არ ხდება, ეს არის ტყუილი, არანაირი სპეციფიკურების გაგზავნა არავისთან არ ხდება. თუ ვინმეს უნდა ამ საკითხებზე ისაუბროს, თუ ვინმეს უნდა მართლა ვინმე დააჯეროს, რომ სუშიში 10000 ლარს იხდის სუშიში თურმე სააკაშვილი, ეხლა ყველა ვიცით, რომ ეს ტყუილია, მაგრამ ეს ტყუილები არის პოპულარული ტყუილები, ეს ტყუილები არის სტიმულირებული ტყუილები და სხვათა შორის თუ მართლა ვინმე საინტერესებს იმ დღეს, როცა ეს სამარცხვინო აქცია მოუწყვეს სააკაშვილს სუშის რესტორანთან. ვინ ყავდა სტუმრად და რაზე იყო საუბარი? ჰიპი, დიახ და სხვათა შორის ზოგიერთმა ტელეჟურნალისტმა, რომლისას თქვათ იმაში მიუკერძოებაში შეიძლება ამის მერე ეჭვი შევიტანო. ეს ფაქტი ძალიან კარგად იციან, ბატონი კლაუს ჰიპის ინტერვიუს ჩაწერეს, ქალბატონი გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის ძალიან კარგად იციან, ისიც ძალიან კარგად იციან. არ მინდა ეხლა მე არა ისეთი მოდური გახდა. ეს კოლეგებზე არ ვისაუბრებ. კარგით, მეც არ მაქვს ამის სურვილი. თუ პრეზიდენტი ხვდება ინვესტორს, რომელიც მზად არის თელი შიდა ქართლის ხილი შეიძინოს, ააგოს ახალი საწარმოები ამ პერიოდში, ამ დროს და თელი შიდა ქართლის ხილი ჩაიბაროს და გადაამუშაოს და შექმნას პროდუქცია და ამით ადამიანები დაასაქმოს. თუ ვინმეს გონია რომ კარგი საქმეა, იქ ღრიანცელის მოწყობა და შემდგომ იმაზე ჭორაობა რომ 10000 ლარი გადაიხადეს, რაც ასევე ტყუილია, ძალიან შემცდარა. ასე რომ მე მგონი ჩვენც ნერვები უნდა დავიწყნაროთ საერთოდ მაღალ ნერვების ასე ვთქვათ რეგისტრში. ნერვების გამოცდა იქნებაო საუბრის. ნერვების გამოცდა იქნება ეხლა ესე ძალიან სასაცილოა, როცა ოპოზიციური ძალები გეგონება სამხედრო ოპერაციას გეგმავდნენ, ისე არ ვახმაურებთ ჩვენს გეგმებს და კარგით, ბატონო გოგა, ჩვენი დრო თითქმის ამოიწურა, მე მინდა დავაკონკრეტოთ შეკითხვა. ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ქალაქში ოპოზიციის მომხრეებს აქვთ უფლება შეიკრიბონ, გამოვიდნენ, გამოთქვან პროტესტი, გამართონ მშვიდობიანი მანიფესტაციები, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ მათზეა პასუხისგებლობა იმ ნაწილში, რაც შეეხება ექსტრემისტულ რადიკალურ მოწოდებებსა და მოქმედებებს, ამ ნაწილში არის მათზე პასუხისგებლობა და ჩვენზეა პასუხისგებლობა, რომ არც ერთი ნაბიჯით არ გადავცდეთ კანონს და ყველა ჩვენი წარსული შესწავლები გავითვალისწინოთ. კანონს არ გადავცდეთ? არც ერთი ნაბიჯით ხელისუფლება, არანაირი ნერვების თამაში არ არის, ყველას ნერვები ძალიან წყნარად აქვს. ვისაც აქვს იარაღი, ვინც არის შეიარაღებული, ვინც ამ საზოგადოებას უქმნის საფრთხეს, იმას გაეცა უკვე და გაეცემა კიდე პასუხი. გაეცემა კიდევ? თუ იქნა, ქალბატონო იგა, თუ იქნა არ გაეცემა. თუ გაქვთ ინფორმაცია, მეც დავსიკითხვა არის თუ არა თქო, მე არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ მე მაქვს ნდობა სამართალდამცავების, რომლებიც მუშაობენ ძალიან ესე იგი კაფიოდ, კარგად, განსხვავებით იმ სამართალდამცავებისგან, რომელზეაც ადრე იყო საუბარი, მუშაობენ, ასეთ პროვოკაციებს აღკვეთენ, მაგრამ თავისწინ პასუხისგებლობას ის ადამიანები, რომლებიც რადიკალური ლოზუნგებით გამოდიან, რომლებიც ამბობენ, რომ ერთ დღეში დაამთავრებენ ხელისუფლებას და ასეთ ვითარებაში, ასეთ დროს ესეთი მოწოდებების გაკეთება რო არის ფართო კარის გახსნა ყველა ჯურის ექსტრემისტისთვის, პროვოკატორისთვის და მართლა შარვლის ქვეშ ფხანიებისთვის, ეს თუ არ ესმით, რომ ესეთი განცხადება რომ ერთ დღეში დაამთავრებენ ხელისუფლებას არის პროვოკაცია, ძალიან ცუდია. მშვიდობიანი პროტესტი კი ბატონო, ყველა ქალაქში, ყველა ქვეყანაში, ყველგან ეს ხდება, მაგრამ არანაირი ექსტრემიზმი, არანაირი რადიკალიზმი ამ ქვეყანას არ გამოადგენს. მე ხა ძალიან სასაცილო ვიქნები თქვენ რომ დაგისვათ თქვენი საუბრის შემდეგ ეს შეკითხვა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ამბობდა რომ ჩვენ ვიცით ზუსტად რომ უკან დასახევი გზა არ არის და სააკაშვილი წავა. მე მინდა ბოლო ეს კითხვა იყოს ჩვენ დღევანდელ ინტერვიუში, რა განწყობა გაქვთ, რა პროგნოზს აკეთებს ხელისუფლება? გამორიცხულია რომ თქვენ არ აკეთებდეთ თქვენთვის პროგნოზს, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი? არც ბატონი ვიღაცა სხვა, არც მესამე ქალბატონი და არც მეშვიდე ბატონი ჩვენი მტრები არ არის. ეს მათ შექმნეს ესეთი იდეოლოგიური კონსტრუქცია, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება მტერია, შაჰაბასზე უარესია,
რუსეთზე უფრო დიდი საფრთხეა, როგორც ბატონი ხაინდრავა აცხადებდა ამას წინათ და ყველა მეთოდი, ყველაფერი ხა, როცა ვიღაცა უფრო დიდი მტერია, ვიდრე რუსეთი, მის წინააღმდეგ ყველა მეთოდი მოსულა. აი ამ იდეოლოგიურ კონსტრუქციას ქმნიან. ჩვენთვის ეს ხალხი მტრები არ არის. ჩვენ მზათა ვართ მათ ვესაუბროთ ყველაფერზე რა ჭირდება ჩვენ ხალხს, როგორ გამოვიდეთ ეკონომიკური კრიზისიდან, როგორ გამოვასწოროთ საარჩევნო კოდექსი, როგორ შექმნათ უკეთესი ვითარება მედიაში და ასე შემდეგ. ყველაფერზე მზათა ვართ ვესაუბროთ, მაგრამ ექსტრემისტები, პროვოკატორები და ამ ქვეყნის დამანგრეველები ვერ ისარგებლებენ ამ მომენტით. ნამდვილად ამის პირობას გაძლევთ და კარგი იქნება თუ ოპოზიციაც ამაში ჩვენთან იქნება ერთიანი, რომ პროვოკატორებს არ მისცენ გასაქანად. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხავეთ იმისთვის, რომ მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში. დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს. მაშინ ეს იყო გიორგი გაბაშვილი. როგორც ხედავთ, ხელისუფლება არსად არაპირებს წასვლას, ყოველ შემთხვევაში განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, მსგავს შინაარსს ნამდვილად არ შეიცავს. მე ვუსურვებ წარმატებას ყველა პოლიტიკოს, ყველა მხარეს, რომელიც იყო დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი, ან რომელიც იქნება მომავალში. ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ჩვენს ქვეყანაში. ერთ-ერთი საინტერესო განცხადება, რაც ამ დღეებში მოვისმინეთ, ეკუთვნოდა ბადრი ბიწაძეს, რომ მას ვანო მერაბიშვილმა ურჩია ქვეყნის დატოვება, რადგან პრეზიდენტი მოითხოვდა მის დასჯას. ძალიან გვინდოდა დღეს ბადრი ბიწაძისთვის დაგვესვა ეს შეკითხვა და არა მარტო ეს, თუმცა მასთან ინტერვიუს ვერ გთავაზობთ, ვინაიდან წუხელ მას ძმა თემურ ბიწაძე გარდაეცვალა. აქვე თანაგზნობას უცხადებთ ბატონი ბადრის ოჯახს ძმის გარდაცვალების გამო. გემშვიდობებით ერთი კვირით მომავალ კვირას 5 დეკემბერს ზუსტად 20 საათზე ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით პოლიტიკურ კვირაში. გმადლობთ რომ იყავით ჩვენთან ერთად, ნახვამდის.